1 2 და 3 თქვენ ეს ვერ მოასწარეთ ვერც 125 მოასწრე ვერ მოასწარეთ შემფეხბურთელს 305 არა მე გასართობად მოვედი 305 კაი ვერ გადავახვევთ ვერ 10 ვერა 115 120 130 მოგესალმებით მეგობრებო, სეტი დაბრუნდა აუქციონი და გვექნება განსხვავებული აუქციონი. დღეს პირველად და ალბათ უკანასკნელად, ეს არ ვიცი ჯერ ზუსტად, გვექნება მისტერი ბოქსების აუქციონი. ანუ რას ნიშნავს ეს? ადრე თუ გამოგქონდა ყველა პოზიციაზე ფეხბურთელი და ამ ფეხბურთელს მერე ჰქონდა მესამე პოზიციას ან მეოთხე პოზიციას ჰქონდა მისტერი ბოქსი, ამჯერად ყველა ფეხბურთელს გამოვიტან მინიშნებებად და მხოლოდ მისტერი ბოქსში იქნება ამ ფეხბურთელების სახელები და გვარები. ანუ მისტერი ბოქსმა და ჩვეულებრივმა პოზიციებმა ადგილები შეიცვალეს. ასევე კიდევ ერთი სხვაობა იქნება წინა აუქციონებისგან განსხვავებით, იქნება ის, რომ პირველი ვისაც ვიტყვი და მეორე ვის ხო ყველა უფრო უარესი მოდიოდა ხოლმე პირველი შემდეგ იყო უარესი, ან იგივე დონის, ამ შემთხვევაში ეგ არეული იქნება იმის გამო, რომ ერთი და იგივე სხვადასხვა პოზიციაზე ფასები არის დაფიქსული. ანუ მაგალითისთვის ყველა თავდამსხმელი ან ნახევარმცველი ღირს 50 მილიონი. ყველა მეკარე ღირს 30 მილიონი, იმიტომ რომ არიცით. ვინ არის, უნდა გამოიცნოთ ვინ არის, იფიქროთ და ამაზე ივაჭროთ. ისევ გექნებათ მილიარდი დოლარი. ლუკა მილორავა, ირაკლი იმედაძე, დებიუტანტი ჩვენს აუქციონებში. ნახოთ აბა ირაკლი როგორ გამოიჩენს თავს და ანდრო ხელაძე აუქციონების გურუ უკვე, აწუყე გურუ. სხვადასხვა დრაფტზე იყო იმედა და ოლიშა იამალში მგონი იგებს არა ჯერ. ჩემპიონთა ლიგაზე ეგ მარტო და ნახოთ. ჩემპიონთა ლიგაზე. ნახოთ. ჯერჯერობით ლიგის ფაზა. ნახოთ. მე არ ვამბობ რომ იამალი იგებს, მაგრამ ნახოთ. პლეიოფი გამოაჩენს ყველაფერს. გავახსენოთ მაყურებელს უბრალოდ რა იყო, რაზე იყო საუბარი? რომ იამალს უკეთესი საჩემპიონთა ლიგოს სეზონი ექნება თუ ოლისის. ხო, ეგ გამოიწვია იმან რომ იმედას მეორე პიკი ქონდა და მეორე პიკზევე ოლის პიკ პირველი ხოდა. პირველი პიკზე აირჩია ოლისი, როცა ჰოლანდი, იამალი და სხვები და შეიძლება იქნება მაგალითად. იმ დროს შეიძლება საცილო მოჩადა, მაგრამ ეხლა საერთოდ არ არის. ეხლა იგიც საცილო საერთოდ არ არის, ამის გამო უკვე იკუთვნის კომპლიმენტები. უკვე აურა ქულები დაიწერა. მეგობრებო, ჩვენ ვითამაშებთ 4-3-3 ტაქტიკით. გვექნება ისევ მილიარდი დოლარი და იცოდეთ რომ ყველა ფეხბურთელი, ვინც ამ აუქციონზე არის მოცემული, უკვე ფეხბურთიდან წასულია. ეს შეიძლება იყოს თეორიულად 20-იანი წლების ფეხბურთელი, შეიძლება იყოს 80-იანი წლების ფეხბურთელი, შეიძლება იყოს 2010-იანებში რომ მორჩა, ან გუში რო დაამთავრა ფეხბურთის თამაში. მხოლოდ იფიქრეთ ფეხბურთელებზე, ვინც აღარ არის. დღეს ფეხბურთში. გისმენთ? ძველები არის მარტო? ხო, ვინც კარიერა დაამთავრებული აქვს. კარიერა დაამთავრებული. შეიძლება კროსი ჯუზეპე მეაცეს დუო შედგეს. კი, თეორიულად შეიძლება ეგ გავსით აფსონას ხონდა. მეგობრებო, ერთადერთი რაც უნდა გაითვალისწინოთ რა ეხავე მოინიშნეთ, ანუ მეკარიდან ჩამშრელის ჩათვლით ყველა პოზიციაზე მისტერი ბოქსები ფეხბურთელი ღირს 30 მილიონი. და შემდეგ, ანუ შემტევი ნახევარმცველები, ვინგერები და თავდამსხმელი უკვე 50 ღირს ყველა. ფორმაცია რა გქონდა? 4-3-3. დავიწყოთ. პირველი მოდი მეკარი დავიწყოთ. 30 მილიონიანი პირველი მეკარე სამ მინიშნებას გეტყვით ამ მეკარეზე. ოჯახის წევრი შეტევაში უკეთ თამაშობს, მასზე უკეთ თამაშობს, ანუ 1996 წლის ოლიმპიადის მონაწილეა და ნაკრებში 180-მდე თამაში აქვს ჩატარებული. რა ღირს? 30 მილიონი. 70 მილიონი. 80 მილიონი. 80 მილიონი. და მე ვანდერსარს ვერ გავუშვებ ხელი. 80 მილიონი. 100 მილიონი. 100 მილიონი. 105 მილიონი. 110 მილიონი. შენ არ გინდა ვანდერსარი? მე ჯერ გაცდით. მე ჯერ ზუსტად ვიცი ვინცაა. ლორენცოს მამა. ლორენცო ქვია ამას, პატარა? ლორენცო ქვია? არ მახს, ლორენცო ბიძას ერქვა, მაგრამ ამასაც თუ ლორენცო ქვია, არ ვიცი, შეიძლება. ლორენცო. მეტი. რადგან თქვენ მეზე 5 მილიონს მეტი. რან სად იყავი? 130. 130 ქონდა. ისო 250-მდე დავიხადო ბუფონში 135. მე მგონი 130 ნათქვამი ქონდა, 115 და 115 ვიხდი რა. 140. ამდენზე ვეჭიდავ ხა. არა უშავს მე. რა არის შანსი რომ სხვას გამოვიცნო რომ ეგაა და 215-მდე წაყევით ერთმანეთს. ჩემი დიდი 140 ხო? კაი, ბოლო ფასვამო. 150 და ვსო. კაი ვანს ბუფონი. ეს იყო ჯანლუიჯი ბუფონი, სწორად გამოიცანეთ მეგობრებო და 150-ად ლუკას გუნჩია. აი 150 არ არის ეგეთი ბევრი, 250 წავიყვანე მაშინ ბოლო. ის სერიასი იყო. გაუზარდე მე. აუ შენ რასაკეთებ?
ანუ მე შემტენი და იცოდა რომ საწყარად ბუფონი არავის არ შეეტენება საერთოდ. ანუ ბუფონის შეტენვა ეს ტიპ ფრაზა არც არსებობს. ვარიანტებიც იქნება. არა, რა თქმა უნდა, მაგრამ ანუ ამაზე უკვე მეგარი რა თქმა უნდა აღარ იქნება. მოდი მოვსინჯოთ შეიძლება, მაგრამ მე ეგარ ვარ. პირველი ნახევარმცველი, შემტევი აა, ნახევარმცველი. ნოიერი მოქმედია კაც. 50 მილიონად. ნახევარმცველი შემტევი. 50. კი. 150 წაიყვანა, ხო? 29 გოლი ნაკრებში. ამბობენ, რომ ერთ-ერთი ყველაზე მაღალი IQ-ს მქონე ფეხბურთელია ამბობენ. და 18 წიგნი აქვს დაწერილი. 18 წიგნი აქვს დაწერილი. ანუ ფეხბურთი ოდეს ითამაშა. მე მგონი ფეხბურთელობის მერე დაწერა? აი ზუსტად არ შეიძლება ფეხბურთელობის დროს წერდა კიდევ. ერთი ნახევარმცველი ნახევარმცველი ვისე წიგნები აქვს დაწერილი, საბავშვო წიგნები. მაგრამ გიღირს თუ არა 50 მილიონად ეგ არის. მიღირს 50 მილიონად ეგ ნახევარმცველი. 70. ვინ გონიათ რომ მოყვებით? ერთი წამე. იქით ამ მხრიდან მოატრიალე ხოლმე იმეთ შეხედე? აი ხო. ოკეი. მარხენაც ხო. 70 აქეთ? ვინ გონიათ? 70 ამ 80 ინტელექტში ფული არ უნდა. იცით ვინა? ანუ უცით რა გონებაში ეს ხატავთ? თუ უბრალოდ რადგანაც პირველი ვარიანტია 85. გრაგონი რა ბრმად. რა თქმა უნდა ვარიანტები მორჩა კაიმაში. 1 85. 2 3 ვინ გონია? მე ფრენკი მგონია, მაგრამ გონი არ არის. 85-დან ფრენკ ლამპარდი შენ გუნჩია. აი გათა გამოვიცი მე და იმას თორე რასად როდეს და არა, კაია, მეც ვერთოვი ვიცნობ პროსტო. მარტო კიდევ ერთხელ შეგახსენეთ, რომ პირველი არ არის საუკეთესო ხოლმე აუცილებლად აქ. უკვე არეული არის. კი, მაგრამ ჯერჯერობით არის. კი. აი ხა ლამპა ზიდანი რომ მოვიდეს იტყვი მაგას. ზინასა. კაია. მოდი მეგობრებო, პირველი ფორვარდი ვცადოთ. პირველი ფორვარდი 50 მილიონად 4-3-3 ანუ ერთ ფორვარდ შეგიძლიათ მარტო და დავიწყოთ. იკაბ გუში დიმან ისე გააბრაზა რომ შენ მიყვარ ხარ ძალიან ეხა იმასთან შედარებით. საერთოდ ძალიან კეთილი. ვაფშე აიცი როგორ არ მოსული. ვინ გაგაბრაზა? აა. გრემის ნომინანტ მომღერალთან ერთად აქვს ნამღერი. სანაკრებო ტურნირის საუკეთესო მეგოლე გამხდარა. თავის ქვეყნის ნაკრების ისტორიაში ერთ-ერთი გოუთია. ნუ ეგრე თვლიან ვიღაცები. მე პერსონალურად შეიძლება ეგრე არ ვთვლიდე. თუ შეიძლება ვთვლიდე ეგრე. 50 მილიონი. სანაკრებო ტურნირის საუკეთესო მეგოლე გამხდარა, ასევე ეს გაითვალისწინეთ. სანაკრებო ტამპა. ან ევროპის ან მსოფლიოს, ამას გეტყვით. ფორვარდია ხო? ფორვარდი. ევროპის ამ სოფლიოს ეს უკვე კაია რომ აფრიკის. ანუ ის არ არის. კოპა ამერიკის არ არის, წამოგცდა? არ წამოსდა, გითხარით. ან ევროპის ან მსოფლიოს. კაი, გადავხედოთ მომბერტი. კაი, დაიცა. მე ისე იმ სტილს თუ არავინ აიყვანა, ავტომატურად იმედასთან მიდის. რატო? წესი ეგეთია, საათი. მომღერმე სიმღერას მე თვითონაც ვაფასებ. 50 მილიონი. მეგონია რომ ქართველი კაცი ზოგადად მომღეროდეს და მომღერალი. 50, ვიმეს გინდათ? არა. დავით ვილია, ლუკა შენთან არის. შვენიერი. მაგრამ გონია რომ ყველა გაიფეხბურთელი იქნება და თუ ყველა შვენიერი. პირველი ჩამშრელი. პირველი ისე ჩამშრელი. ვარ, დღეს არჩევ. 30 მილიონად პირველი ჩამშრელი. pravdi ჯერაცერს თქვი მე გავგისტი, მაგრამ დღეს არ ვარჩევ. პირველი მინიშნება ამ ჩამშრელზე. სვის ვარსკვლავიცაა. 7 მატჩი ნაკრებში და მოსისხლე მტრებში ითამაშა და ორივეგან ჩემპიონი გახდა. ვიხდი 30 მილიონს. იხდის 30 მილიონს. 40 40 45. 50 55. 75. არ გინდა შენ ფეხბურთი. ხო იცით ამ ვინცაა? ყველა ვიცით. არ იცი? თქვი ახლა მამალო თუ გინდა და მაგრამ ძალიან ჩილა. სვის არის ვარსკვლავიაო პატრიკ ვიეირა. 80. იუვენტუსის ჩემპიონი გახდა, ინტერში ჩემპიონი გახდა. იუვენტუსში ჩემპიონი არ გამხდარა. 2000 არ გამხდარა იუვენტუსის ჩემპიონი ვია. ა ჩამოართვეს თუ არა გახდა. ნუ არა. ჩამოართვეს და მაგას გეტყვი. ხო 2006-ში ინტერ ისიც საერთოდ გონია რომ გატყუები. არა, არსენალში და არაფერს არ გეტყვი. არ გაგიცნობ. 1 2 რამდენსა? პლუს 5 მილიონი რამდენი ქონდა? 85 მქონდა 90? 90. წესით ეს მე მაყურებელმა არ თქვა რომ მოიტყვა ეგრე მახსოვს. 90 გაქვს რა. 90 ვიეირაში? რავი, კაი, ეგრეც არ ვიждდები წაიყვან. 3 ვიეირა იყო, ოღონდ მილანშია ჩემპიონი გამხდარი. 2 თამაშია აა ჩემპიონი. მილანშიც იყო, ხო. 3 გუნდში იყო. მილანში ვიეირა ჩემპიონი არ 90.
ანუ სერია 100 მითი რომ იმას გაინდა, ვიცი, არსენალში ალბათ ყველა საუკეთესო. მოსიხლენტრებიო ბიჭო, არა, მოსხდებში ის მინიშნება გავიგეო და სერიაში მითოფიტა კაპიტანს ხوار ვიტყოდი. ხო. და მე მარცხენა მცველი. 2 ეწევს. მარცხენა მცველი 30 მილიონი მეგობრებო. 100-მდე გოლი კარიერაში. 100-მდე გოლი კარიერაში. წვნელი იყო ინდოეთში ო, ოკეი. და ხაბიბი ფესვებიანად უყვარს. ნურმაგომედოვიანი. კაი. მახაჩკალის ხათრით 35. აი იყოს 40. 45. ანდრე, შენი ტაქტიკა რა არის დღეს? გაბროობა. აი, რა რატომ? თქმა აუ. წინ ძალიან მაგარი ფეხბურთელები არის. მაგათ ველოდები მაშინ. ცუდი ფეხბურთელები არ არიან თითქმის ჩათვალეთ. მართლა. ოკეი, სულ გუნდს ვერავინ დააყენებთ რა. ნუ აი, შედარებით სუსტი კი, მაგრამ აი, კარგი ფეხბურთელები არიან სულ. 50. აი დაიკიდე რა. არა, მიდი. 60. 70. არა, 80. ეს მოდის ჩემთან, ჩემ ბავშვობა. შენი ბავშვობა. 80. 85. 90. ჩემ ბავშვობა რა? არ დავა. არა, რას არ დაამთავრე. 95. 100. ერთ წუთი? ერთი წუთი? ლუკა. 100 ხო? შენი ბავშვობა. მაშინ გიყვარდეს შენი ბავშვობა. და შენ გინდა რომ ჩემს ემოციებზე ითამაშე. სანტიმეტრ 165 სანტიმეტრზე რო გაყო. ანუ რამდენს იხდი 1 სანტიმეტრში მაგას. აუ ვიცით რომ სიმაღლე იცი. მე შემდეგი 5 მილიონი პლუს 105? რამდენი? არა 110 თქვა 15. 110 თქვი? ხო და 115. აი 115. ვიჯო 120. აი არ გინდა ეგრე ძალიან ბიჭო, მე უფრო მიყვარს. 1 2 და 3 თქვენ ეს ვერ მოასწარეთ ვერც. 125 მოასწრე. ვერ მოასწარეთ, შე დრამა გინდა და ანდრო ჩაერთო გაგიხარ. ანდრო მოასწრე. ვერ ვიეარ. აი, თუ ვერ მოასწარ შენი. როგორ ვერ მოასწარ? ვერ მოასწარ. ვარი. კაი. რამდენი გინდა? რამდენი გადაიხადე ბოლოს? არ გადაუხდია. გადავხადე, მეცავწიე და ანდრომ ხმა მოიგო. ბიჭო, იცი რა არის? სამართლიანობის სიტყვი რომ 1 2 და 3 ძალიან სწრაფად. თქვა ხელის მაგრამ 3 დამთავრებული არა. დრამატუალობები და დამაწია და 125-ია. თუ უნდა წაი. არა, ერთად ნუ უთმო. აკე, აქ ვარ. 125 და შენა თქვა მე. ხო. აი, 130. 135. აი ამ ჩამომართვით ახლა ყველა ფეხბურთელი. მიეცით. 150. აღარ ჩაერთო ანდრო და 150. მიეცით. 150. ყავდეთ რობერტო კარლოსია, ხო? იგი ბატონო. მოწოდე? ოღონ 150? ანჟიმდე. აი ყონოს კაი. 150-ად წავიდა რობერტო კარლოსი 19 დარტყმა, 19-ის ფიდი. აყენე 150, ხო? მეგობრებო, შემდეგი გამოვიდან მარჯვენა მცველს. მარჯვენა მცველს. შენაც კიდე. მარცხენა მცველ. მარჯვენა. მოდი გეთისკოდეს რა. აი, დაიყვანე რა. პირველი მინიშნება. შიდა ჩემპიონატები 8-ჯერ მოიგო. მსოფლიო ჩემპიონატის 3 მედალი აქვს. მის ავტობიოგრაფიას ჰქვია: "მცირე განსხვავება, როგორ გავხდეთ ტოპ ფეხბურთელი". ოკეი. პეტერე. პეტერე გასხოვება. 8-ჯერ მედალი 3 მსოფლიო ჩემპიონატების. აბა, 3. ნიფიგა. უნივერსალია ეგ კაც. უნივერსალი. მარტო მარჯვენა მცველი არის. ხავერ ძანეტი ხوارიდან. არა. ახალია ხავერ ძალიან. ეგ ქვეყანა არის. 60. მე ბაზარია რა. 60 და რამდენი ღირდა პირველი? 50 და 60-ზე ვარ. 70. პირდაპირ თქვათ რომ 90. პროგრესია დავიჭიროთ. 90. 90. ერთ წამ. ერთ წამ. ჩემი აზრით რაღაც დააკო. ს. აი. მე დაშეგებული. სნეფს ვაკლებო ეგას. ხა პირი შეცვალე საერთოდ. 1 მეტი 95. 95. 1 ძალიან მაგარი ფეხბურთელი იყო, მაგრამ უბრალოდ ფასი ავწია, ხო? ფილიპ ლამი 95 და წავიდა ლუკასთან. ძალიან კაი გუნდი ყავს. მე ლუკას გუნდს ვარ. აი, ეხლა ფიქრობ ეგეთი ცოტა ვერჩა. გატო ვიდეო. ჩემპიონატი ვერ მოიგო, ისეთი გუნდი ყავს ამ ეტაპისთვის. გაიგზნით?
აი FIFA-ში, აი FIFA-ს ნახავთ ძალიან ბოლოს სხვას რა გეყოლებათ იმის მიხედვით. ყველა დროს ერთ-ერთ საუკეთესო მეკარე ყავს, ყველა დროს ერთ-ერთ საუკეთესო მარჯვენა მცველი ყავს. აქ სულ ეგეთი ერთ-ერთ ხალხია. საუკეთესო ინგლისელი ფეხბურთელი ყავს და ყოველდღე ის საკუთო მარჯვენა მცველი ისეთი რა თქმა უნდა. ამ მარჯვენა მცველებში უკეთეს, კაი არაფერი. კაი რატომ ამას ჩემპიონატი მარცხენა ვინგერი. სუდად წარმოჩენაზე მაინც ვეკამათე რომ მე თვითონ პირიქით ხდება ყოველდღე. ეს რა შემადგენლობა ძალიან გული ყავს აქ. მარცხენა ვინგერი 50 მილიონად. 50 მილიონად. ბავშვობაში ცერათი წოდა და ეს მასზე აისახა. 2006 წელს მისი ვიდეო გახდა პირველი YouTube 2006 წელს მისი ვიდეო გახდა პირველი YouTube-ის ისტორიაში, რომელმაც 1 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა და ერთხელ სასპონსორო კონტრაქტი იმის გამო დაკარგა, რომ მოწინააღმდეგე ბრენდის პროდუქტი გამოიყენა. 200 მილიონი. 200 მილიონი. 210. 210 მილიონი. 250 მილიონი. 250 მილიონი. 260 მილიონი. 300 მილიონი. ანუ ესე სულ მილიარდი გაქვთ. შეფეხბურთელი. 300 არა. მე გასართობად მოვედი. 305 კაი, გასო. საახალწლოებიდან უნდა ყოფილიყო და თბილისიდან ამყოფი და ამბა. მეც აღარ ვიზო, კაი, კაი, შენი იყო. წაიყვან. არა, გითხოვ, მე აი 5 რომ მომატო გითხოვ. რა მართლა მეყოლება იქ ფეხბურთელი, თამაშია. სიამოვნებაში ფული არ უნდა დაზოგო. 320. მიდი. 305 იყო და შენ რამდენი? 305 თუ იყო 300. ანდრო წაიყვანე. წაიყვან. აი ეგრეც არ მე თამაშია რა. რონალდინიოა, მაგრამ ძალიან მიყვარს, ვიждები, მაგრამ წაიყვანოს იმედას უფრო ყარებია. 1 2 3 იმედასთან წავიდა 300-ად რონალდინიო. 320-ად. 1000-ად. 320. არა, 5 იყო და ჩავასწორეთ. 300 მილიონზე მეტი გადავიხადე და ფული ამ მომენტისთვის მეგობრებო 620 მილიონი აქვს ლუკას, 450 მილიონი იმედას და გაბროს ისევ ძალიანად 1 მილიარდი. გაბრო არის ჩემი კერპი და სამსაც მე მოვედი. აი, მარჯვენა ვინგერზე გადავიდეთ. მარჯვენა ვინგერზე და პირველი ამ ფეხბურთელს შემოგთავაზებთ. 3-ზე მეტ კლუბში უთამაშია. მარათონში მიუღია მონაწილეობა. ესეც გასაგები. ლიგის ფინალში გამარჯვების მომტანი გოლი გაუტანია. ეს ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელია, 100-ად წავიყვან თუ გამატა. თუ არა და იმედას უყვარო და იმედას. 100 რა. აი 1000 მიმართ. 100 რატო თამაშობს ეს? მომოტე ცოტა თუ 105. წაიყვან. ზუსტად ვიცოდი რომ მაგის საფრთხე იყო. ერთი მეც მე უასება პროსტო. მუჩაში მარტად გევასება რა. და 3 არიან რობენი წავიდა ფორმაცელი იყო მარტო. ხო და ანუ ზუსტად ვიცოდი რომ შეგვტანი. შატო და შევტანი. ანდრო არის ძალიან არა პროგნოზირებად რა ხდება. რაღაც სტრატეგია აქვს და ბოლოს რაღაც საშინელებას გვეტყვის. ეს სტრატეგია რა, როგორ არა? გაცრო? ანუ არანაირი სტრატეგიის ქონაც სტრატეგიის ქონა. კაი, მარჯვენა მცველი ჰეითერების დაგროვები მომბეზრდა. უი, რა ხეითარ პირიქით ყველა იმასტერს, რომ შენ არა გაიყვანეთ, ეს აღარა თამაშოთ, დამღალა ამის უწურმა. მეორე ისა. მარჯვენა მცველი. 2024 წელს თქვენი საყვარელი ფეხბურთელი იყო. 3 მედალი აქვს ეროვნულ ნაკრებში და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია. ნივერ თამაშობ. ხო, თუ რამე შენთან წამოა იმედეგრევა. აფრიკის თასის ფინალში რებიც მოხდა არ მინდა. რატო წამოვა იგრევე ჩემთან? იმიტომ რომ საათის ისრის კაი, ჩემთან წამოვიდეს, კაი, არა, ოკეი. კაი, რა გინდა? 30 მილიონი. 30 მილიონი. აჰა, კაცი 30 მილიონი წაიღოს ჰაკიმს. 35 ჰაკიმის. აუ, ხო იცის რომ ვიცი და ვიხო. 1 2 და 3 ვილი სანიოლი არის იმედ შენთან გუნდში 35 მილიონად. კაი, არ მუსეველი აქ გადაფარვაში ის შეგვიძლია. ის ხო ჩვენ გეხუტება, კი. ანდრო, შენ რა არჩევანი გაქვს? ესე იგი 10 მილიონად მაიკონი ან მისტერი ბოქსი მესამე ფეხბურთელი ვინც გვეწერა. 6 დედმამიშვილიდან ერთ-ერთია. ოკეი. 5 გოლი აქვს ნაკრებში გატანილი და 4 გოლი აქვს კლუბში, სადაც კარიერა დაასრულა. სონგია. ეს რამდენი მილიონი მაძლევ მაგას? ამას გაძლევ 30-ად და მაიკონს 10-ად. აი 30-ად ვინც არის? კაფუ, შენ გუნდში კაფუ. კაფუ, ამდენი. 30 მილიონად. ხო გეუბნები, არა აქვს, ადგა და კაფუ წაიყო ბოლოს და აა. ისე ხელი ბოლოს მაინც უსვეთ როგორ გული იყოს. კი, და კომენტარებში ხო ხდები რა ხდება? ანდრო გთხოვ აუ, ანდრო ჩილდაიყო და მაინც მოიყო და ცენტრალური მცველი, მეგობრებო, პირველი. ანდრო ჩილდაიციგებს და ძალიან მიყვარს ხალხო. შეხედე bro has no enemies. მანე რა და ეს და რა. ეხა რა გადავიქვა. ცენტრალური მოიხოდე. პირველი ცენტრალური მცველი.
მამამისმა რომაში არ გაუშვა. ცენტრალური მცველი. ვიკიპედიაზე მისი მთავარი ფოტო 2016 წელს მაიამიშია გადაღებული და სამ კონტინენტზე უთამაშია. I want to it. წავიყვანთ. კოპა ამერიკის 30 მილიონი. არავინ არ იცილებით 30 მილიონად. ვიტყვი ვინც ამერიდან. ხო. ნესტა არის. ხო, რა თქმა უნდა. 1 50. 50 მილიონი. 50. 90. 90 მოდიში. 95. 95. მე ფულში ვარ ცოტა 120. 120? იქ თუ კაფო იყო ცენტრალურ მცველებში. კაი, 125 და მოხდა. 125. აი, 120. 130. კაფუნეს დაუნა ყავდა ეს ერთ-ერთი 130 ამდენი რჩება. თუ ძალიან გაიყვანე მართლა არ დამწუხრა რონალდინო და რუბენი გაგატანით. ნესტას გამო თავის პროპორციას ერთი. რონალდინო მეტ. 2 აიყო ეს. 3 130-ად წავიდა ანდროსთან. სანიოლი რამდენი წავიყვანე 35-ად. მართლა მაგას აპირებს. მართლა მაგას აპირებს. მართლა. ჩიულოს და მაინც აი ზოგადად. რატომაც არა ხო შეიძლება ეგრეც კაი გუნდი აწყოს. მარე მეორე ცენტრალურ მცველსაც გამოვიდა. რა იყო კაი. მარე მეორე ცენტრალურ მცველს შემოგთავაზებთ მეგობრებო. აი, მის დაბადების წელს პირველად გამოიყენეს გრიპის ვაქცინა. აპოზიცია. ცენტრალური მცველი. მეცინება. საკუთარი ქვეყნის ჩემპიონატი 5 ჯერ მოიგო. და იქ დაამთავრა კარიერა, სადაც პელე. ნიუ-იორკ კოსმოსი. 100. 100 მილიონი. ბაზარი არა. 105. 105 მილიონი. ნახე ანდრო. 170. 170 მილიონი. აუ რა კაცია. 170 მილიონი. ნუ მაგარი და ცო უნდა გააკეთო, არა მან ფულს ყველას მაგარი გუნდი გეყოლა და კაიზერ ფრანცი უნდა იყოს გას. ხო დერ კაიზერ 100 რამდენი? 70 ხო? ბოლოს არ მახსოვს. 170. 1 175. 175. მინდა უბრალოდ გერმანული და ცომი. 180. 180. 1 2 3 ბეკენბაუერი. ბეკენბაუერი წავიდა ანდროსთან. ბეკენბაუერი ნესტა ყავს დაცვაში. ბეკაფ. არა, შუაში ვამბობთ ორი. 180. 660 დარჩა. ამ მომენტისთვის ლუკას აქვს 515 და ყველაზე მეტი ფეხბურთელი ყავს. იმედა არის 415 მილიონით და 4 ფეხბურთელით, 3 ყავს ანდროზე 660 მილიონი. იმედა რამდენი აქვს? 415. აუ, სანიოლი წაიყვანა ხო. შენ ყავს იმედ ვიეირა, კარლოსი, რონალდინო, სანიოლი. 90 არ მეწეროს. ხო. მეორე ჩამშრელი. მამამისე უკეთესი ფეხბურთელია. ნუ იყო უკვე. ერთ-ერთ სოფლიოზე პასების 88% შეასრულა ზუსტად. და კარიერა ცოტა ხნის წინ დაასრულა. 100. 100 მილიონი. მე ვეღარ მონაწილეობ, ხარ ახან ვიეირა მყავს. 10. ვერა. 115. 120. 125. 130. არ გჭირდება ეგრეცა, ხო? არ მიყვარს მე სერხიო მე ბუსკეტსი. მიყვარს. ჰაილაიტებს ყოველთვის უყურებ ხოლმე, მაგრამ პირველ მირჩევი. ჩავიწერ უკვე. ამ ჩემი ჩაიწერე ბუსკეტსი 130. არავის არ ვეჯიბრები მართლა. არა, გასაგებია, პირველ მეც მიყვარს, მაგრამ რა ბუსკეტსი კონიერს აუკეთესო. და ანუ შენთან მოდის 10 მილიონად მასკერანო, ან ეს ფეხბურთელი. ეს ფეხბურთელი. მაინც გეტყვი. მაინც არ მინდა. კლოდ მაკელელე. ოკეი. ჩვენიერი. მაგრამ ნუ მაკელელე 30. აკელეს გიჩვენია ალბათ ბუსკეტსი. რა თქმა უნდა მიჩვენე მაკელელეს, თუმცა რავი, ეგეთი სხვაობაც არა. ხო. მასკერანოს და ჩემს დიდი სხვაობა მაინც. იქნებ მასკერანოს თავისით. მასკერანოს დიდი სხვაობა. 30 და 130 მილიონი, 30 და 130 მილიონი სხვაობა არ არის. ხო, ან ხელა ფული სხვაობა არა. მაგას 30 მილიონი სხვაობა არ არის. ნუ ეხა მაგას თორე, რა თქმა მაგას უნდა, გულის ხოლმე უკაიდიეს მართლა. ბოლოს მაინც ისაა რომ ფული ორივე ყოველს და ხო, მაგას გაგვიხარჯება და შემოგეცეს ფეხბურთელი ეყოლე. მეორე ცენტრალური ნახევარმცველი. ძალიან წინ იყოს. მე კამაც არ შენთან არ ვაპირებ. ეგრეა. მე მომწონს ანდროს ახალი ესა. იმიჯი? ამ თამაში მხოლოდ. თორე ნახოთ ახლა. შენ მოსაბიზარი. არა, 2 წუთი გაკაჩავს ამ გადასამის მერე. კაი. მილანს ისტორია არ გააჩნია. დალი, ხა ცუცუთ ხა და იმაზე დამეთახო. მილანს ისტორია არ გააჩნია საერთოდ. როგორც გინდა ისე. ქალაქში მხოლოდ ერთი გუნდია. კაი, მეორე ცენტრალური ნახევარმცველი მეგობრებო. 2010 წლის სოფლიოზე 2 გოლი გაიტანა. რამბა, მე ეს ვინ არა პოზიცია? ცენტრალური ნახევარმცველი, შემტევი რა. ერთ-ერთი კლუბის ინვესტორია და ჰოკაიდოს მიწისძვრით დაზარალებულთა ფონდში დონაცია აქვს გადარიცხული. ჰოკაიდო ხონსი. კიოსიო სიკო. სიკოკუ და კიოსი.
რა ვიცი. რამდენი ღირს? 30 50 გოდიში 50. 50-ს გადაიხდეს ამ 2010-ის სოფლიოზე არ ორი არ გოლია არ მართლა საიوان 55. 55 55. ხა იმე დაიფიქრე. არა, ვიმე და ვერ ფიქრობს ვერ. აა, ვიმე და შენ ფეხბურთელზეც ვერ გავიდა. არა, 70. არ მყავს 10-იანი. 70. არ მყავს 10-ზე. 55. 75 80. 80 ერთ-ერთი კლუბის ინვესტორია. ინიესტა იქნება წესით. ხო, და ხო, და ის რო ღვინო და ამბები და ღვინის ამბავში 85. ჩემი ხვანჭკა რაც წაიღოს ინიესტა 90. მე თქვენ თქვენ, მაგრამ ამან გადამაწერა 90. 95 იმედას ჩავთვალოთ 85. 120 მილიონი მოგზალებული 120 მილიონი 1 125. 25 130. 130 შენ აღარ გინდა? მე ფულში ვარ. 125 და თან მინდა რომ 1 2 და 3 ინიესტა წავიდა ლუკასთან შვედიერი გუნდება. აი ახლა რამდენი უკა 125 250 დარჩა. ანდროს ამდენი დარჩა? ანდროს აქვს 630 თუ გინდა 200 მილიონს ვაჩუქებ ლუკას. მაჩუქეს. არა არა თქო გითხარი თუ მე არ ვარ ანდროსავით ესეთ განწყობას მოსულ და მე მინდა. მე მინდა რომ დღეს ლუკა მოიგოს. არა მარცხენა ვინგერი შეიძლება მოიგოს კაცო ისედაც მარცხენა ვინგერი მეორე შენ დახმარება არ რონალდინიო ვისყავს მე კარგი. შეკავს რონალდინიო კი და ტრავმირებულ ანდროს წავართვი რონალდინიო 300 მილიონი. კარგით მეორე ვართ ტრავმირებულია. ხო, იმიტომ ლეოსავით აბაშებს, აჩქარებს და რაკეტებს და რაღაც თქოს. მეორე მარცხენა ვინგერი საკლუბო მსოფლიო აქვს მოგებული ბალონდორის ტოპ 3-შია შესული შენასვლელი. შენასულან და ერთ-ერთი ჩემპიონატი 9-ჯერ აქვს მოგებული რომელი პოზიცია რა ფასი? მარცხენა ვინგერი. 50 იწყება, ხო? კი 50. 55. ლეროი ზარეზე ამდენს. 1 2 და 3 რიბერი შენთან წამოვიდა რიბერი 2015-ად ნუ განწყობა უკვე გაქვს. გასახდელი. კაი ანდრო ანუ შენთან ესეთი არჩევანია ან რაიან გიგზე 10 მილიონად ან 30-ად ეს ფეხბურთელი კეთო მეორე ვარიანტს ესე იგი სამი ქვეყნის ჩემპიონი ყოფილა სამი ქვეყნის ჩემპიონი ყოფილა ნაკრებისთვის უკაპიტნია და კარიერაში 150-ზე მეტი გოლი და 150-ზე მეტი ასისტი აქვს წამოიდეს ეგ ფეხბურთელი ხალხ გიგზის გამო არ მithობს ეგ უბრალოდ ერთობი და ანუ ვინგინა ის ფეხბურთელი ანუ გიგზო გეზიზღება 50-ად აზარი შენთან ძალიან კარგი გიგზო გეზიზღება გარფეშუაშია. ბიჭო გიგს ახლა დასავსებელი რა აქვს როგორც ადამიანს როგორც ფეხბურთელი გენიალური რა ძალიან დიდი ლეგენდაა გენიალურია ხო? თავი მართალი. ხო რა ისეთი რაღაც თქვი მე მგონი ვერც მე გამათებ შემდეგი ცენტრალური მცველი მე არც არ გიკამათები დღეს შენ მართალი. კარც შემდეგი ცენტრალური მცველი ზამორაში დაიბადა რაში? ზამორაში. ზამორაში დაიბადა საფრანგეთში იტალიასა და ესპანეთში ითამაშა სამ სოფლიოზე გაუტანია მე ორივე ცენტრალური რა ღირს? ბიჭებს უთხრა 30 ხირს რა ღირს? 30? შენთან მოდის ლუკა ისედაც ბოლოს ანდრო წარმოვიდეს კაი იმას. მარკესი 30 მილიონი არ თავაზობ. არა ზანდრონი შემოგთავაზო ეგ ბოლოზე ცენტრალური მცველი ეს ბოლოში აქვს ისე სამწო საწვენი. ნარა კაი მარკესი გიწუდით არის. ბიჭო კაცმა ითამაშა რამდენ სოფლიოზე ნუ ეგრე მექსიკას ყველაზე მეტი. ო 4 მე სხვა შოში ვიყავდა ბავშვობაში მარკეს არის შემდეგი ალბათ ვარცხილობის პუიო აი ეს ტიპაჟიც. შემდეგი ცენტრალური ნახევარმცველი შემდეგ აჰა პირველი სპორტსმენი ვინც ტვიტერზე 10 მილიონზე მეტი ფოლოვერი დააგროვა ტაიმის 100 ყველაზე გავლენიანი ადამიანის სიაში ყოფილა და ინგლისური, იტალიური, პორტუგალიური და ესპანური იცის. მე მაინც არ თამაშობ ახლა. ყავს ორივე? კი. თქვენ შორის არის თუ არ აწევთ, მაშინ ავტომატურად მიდის იმედასთან. გინდა ან იმედასთან მიდის. გინდა არა ძალიან არ მინდა. ვინა ძალიან ნახდა და არ მინდა. ვინა? ინგლისელია, ჯერარდია რაღაცა სტარია. არა, ოღონდ აი პორტუგალიურ ბიჭო ბექემზე ვფიქრობდა. შემტევ ნახევარმცველად რატო? შემტევ ნახევარმცველად ხო შეიძლება ყოფილიყო. არა, ბექემი მოვა მარჯვენა ფლანგზე მოვიდა. ხო, არ გვაქვს. აშ, ვინგერა. ვინგერად მოვიყან, არა კლასიკური. რა, აი მართლა შენ თუ ძალიან გინდა, წაიყვან. თუ არა და ვინ არის?
არა მგონი იცის ვინაა და არ უნდა დიდეს. მე მართლა არ ვიცი. კიდევ ერთ ერთ წამით პირველი სპორტსმენი ვის ტვიტერზე 10 მილიონზე მეტი ფოლოვერი დააგროვა, ინგლისური, იტალიური, პორტუგალიური და ესპანური იცის და Time-ის 100 ყველაზე გავლენიან ადამიანში მოხვედრილა სიაში. ბრაზილიელი არ იქნება? არა, პორტუგალიელი შემტევი ნახევარმცველი ვინ არის ისეთი თაობაში Twitter-ზე რომ ფიგუსაც შუაში არ მოიტანდა. Twitter-ზე შუაში მოიტანდა. ბიჭო, აი კაკას არ ეყოლებოდა მაგ. კაკას მოიტანა ნახევარმცველი. კაკა, ოჩა. მაგდენი გავწერ, რატო ეყოლებოდა კაკა? ეყოლებოდა. პერიოდია ზუსტად აი ოქროს ბურთს რო იგებს და Twitter-ი რო ზენიტში შედის. კაკა წაიყვანეს ეს აღარ. კაკა თუ გეკაკას წავიდე. ყველა ვარიანტი შენ მიყავს. თუ კაკა არის წავიყვან. კაი კაცო. აწიე და გეტყვი. აი ხა, რამდენი მილიონია? 50 მილიონად ამ დროს გუნდში აღმოჩნდა კაკა. აჰა. აი მოფერიანდა ნახე? ბიჭო, რატო გამიხარდა ეს არ ვიცი. ჩემს სავალებ მოფერიანდა. ეს არის ბოლო შემთხვევა ალბათ კაკა რო 50 მილიონად ვინმეს გუნდში აღმოჩნდა. მე ზუსტად გამოიცანით რა Twitter-ი მაგ დროს იკიდებდა ფერს, კაკა უდიდესი სტარი იყო, ენებიც მაგიტომ იცის და გავლენიანი გასაგებია რატომაც იყო ის წლების კაკა მართლა ყველაზე დიდი იყო. Time-ის ხო, პორტუგალიური არ გეცოდინება თუ ბრაზილიელია. კი, მართალი ხარ რაშიც რა. აი, რატო უნდა იცოდე პორტუგალიური, ან პორტუგალიელი თუ არ ხარ და ნახევარმცველი ფიგუ უფრო მარჯვენა ფლანგზე მოვიყვანდი, რუი კოშტა იყო, აი ვიზე შეიძლება გამომწერი და რუი კოშტა Twitter-ი საერთოდ არ ძალიან სიამოვნოა. რონალდინიო წავიყვანა მე 300-ად და კაკა წაიყვანა ანდრომ 50-ად. გაუმართლა ძალიან იღბლიანია და არ იმსახურებდა და ეგრე ამოვიდა. რას ვაკეთებ? მართალი ხარ. მართლა ეგრე იყო. მეკარე. შემდეგი მეკარე. ოკეი. თქვენთან მეკარე. ერთ-ერთი ტოპ ჩემპიონატის საუკეთესო მეკარე 4-ჯერ გახდა. ანუ ერთ-ერთი ტოპ ჩემპიონატის საუკეთესო მეკარე 4-ჯერ გრეგორი კუპე. ერთ-ერთ კლუბში 150 მილიონად გადავიდა. ოღონდ ეს 150 მილიონი რა ის არის? არა. რუპია შეიძლება იყოს. თეორიულად შეიძლება იყოს რუპია, შეიძლება იყოს რუპია. მარკა, შეიძლება იყოს ლარი. რუალი და რა. ხო. 9-ჯერ გახდა ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელი. ეს მაგარია მგონი. ანუ ტოპ ჩემპიონატის საუკეთესო 4-ჯერ და ქვეყნის საუკეთესო 9-ჯერ, რავი. ხოსე ლუის იმას არ იყო სან-პაულო ჯარიები რო გაქონდა? ჩილავერტი. არა, ჩილავერტი. ჯარიები რო გაქონდა. ვიცი ვიზეც ამ ბრაზილიელზე, ხო? ო, თეთრი. ეგ როგორ იქნებოდა ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელი? 9-ჯერ. ბრაზილიაში როჟერიო სენა. ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელი. ჩემპიონატის კი არა, ქვეყნის. მაპატიეთ მომიტანეთ. ანუ პაულოს მეკარე. ანუ წარმომადგენელია იმ ქვეყნის სახეა რა. შენ მეკარე ყავს, ხო? ჩეხი იქნება. ანუ შენთან მოდის პირდაპირ. პიოტრი იქნება, მაგრამ 120 მილიონი სადაურა ფულით გადავიდა. არ იქნებ გინდა. მე სადამდე მინდა იცი მივიდე? აი მასკერანო თუ მაკელელი. ნოიერი. ოკეი. არ მინდა ნოიერი, არა. ოკეი, ის უნდა რომ გამოცადოს და მაშინ მე წავიყვან. წაიყვანე, ჩეხი არის, მეგონა კრონაზე იყო საუბარი. ოჩა გამოიცანით, ჩეხი წავიდა ამ დროსთან 30-ად ჩავინიშნო. ჩეხი. ანუ რუპია. ჩვენიერი მეკარე. ანუ 150 მილიონი ტურკი არის. შვენიერი მეკარეა ჩეხი. ძალიან მშვენიერი. ერთი ტურნირი გამოვაკლოთ. წაგავდით ვაგაზე რა. შვენიერი კი არა, იდეალური. აი შვენიერი. ძალიან ესა. რა ვიცი ხომ შვენიერი მეკარეა. მაგრეს. მიყვარს. კაი, ზაკა შენ მიყვარს. იმედ, შედი არჩევანი. ვიქტორ ვალდესი 5 მილიონად, ან ეს ფეხბურთელი. ეს ფეხბურთელი. ხო, ამ ფეხბურთელს გეტყვი, ხო, რა არის? მისრულ სახელში იესო ფიგურირებს. Jesus. ცხოვრების 33 წელს იწყებდა, როდესაც ღმერთმა დასაჯა, ჭალებში ღმერთმა დასაჯა და ბიბლიური სახელის მქონე კლუბში უთამაშია. ანუ ბიბლია არის სამივე მინიშნება ამ ადამიანის გარშემო. ვაუ, აი მიყვარს ეს რაღაცა. მოდი ერთად ვფიქროთ. იესო სრულ სახელში ოღონდ. ხარისტიასი არ არის, შუაშია. სრულ სახელში ლაპარაკობს პაპატიეთ. ხო. ნიკოპოლიდისი უნდა დაითქვა, მაგრამ არ მინდოდა არა. 33 წელს იწყებდა, ანუ 32 წლის იყო 33 წლის უახლოვდებოდა, როცა ღმერთმა დასაჯა რა. თავში რაღაც მოხდა. იესოზე ვფიქრობ, ანუ Jesus იცი შენ? მე ვიცი, ბრაზილიელი მეკარე იქნება უეჯოლი. და დიდა იქნება, იმიტომ რომ თავში მოხვდა პეტრე. და 33-ის იყო მაგ დროს. ეგ არის. და სრულ სახელში იესო ფიგურირებს. ის სახელს შეიძლება ფიგურირებდეს თუ არა ბრაზილიაში. და კლუბი კორინთიანში უთამაშია, რომელიც ბიბლიური სახელის მქონეა. დიდა 30 მილიონად თუ 5 მილიონად ვალდეს. არა, არ არის ეგეთი რა თქმა უნდა. ფულის ამბავი ახლა შეიძლება დაძაბულოს. ანუ 25 მილიონი შეიძლება წყვეტდეს. ჩემი არის ვიქტორ ვალდესი underrated მეკარე იყო. უბრალოდ ამას ვიტყვი. ვალდესი 10-დან 8 და დიდა 10-დან 8 ნახევარი. ანუ მე იცი რაც არ ვეთანხმები, აი ჟოა გარსიამ რო სამი თვე ითამაში, მიუხედავად იმისა რომ მას აქვს პერსპექტივა რო საუკეთესო. და საუკეთესო მეკარე ისტორიაში ბარსას. უკვე რო ჯობს ვალდეს, რომელსაც ეს სპეციალში აქვს ნათამაშები ისე როგორც ითამაშა. წლები ითამაშა. წლები ითამაშა და მართლა 3 ლიგა მივიღო კაცო.
დიდა 30. დიდა 30. არა, ოღონდ მე დიდა ბუტროელის და ბონანოს და იმათ ფონზე იყო რაღაცა ღმერთი. ა დიდა მერჩივრა რა თქმა უნდა, დიდა იყო პერიოდი, როცა მსოფლიოს ტოპ 2 ბეკარის ტოპ 3-ში იყო. ბუფონთან ერთად, ანუ? ხო, არა, ბუფონი ჯობდა რა თქმა უნდა, მაგრამ ხო, არ ვიცი. მაგ მომენტში დიდა ვერი იყო რა თქმა უნდა, მაგ დროსაც, მაგრამ დაც მილანის დაცვა შეუძლია ბერამ. მე მაგას ვერ კაი, ვწევი. შემდეგი ცენტრალური მცველი. მე ვარ ანდრო არ არის, შენ ყავს ერთი მე არც ერთი ცენტრალური მცველი არ ყავს. შევინები, ვინ ყავს? მარკესი და ლამი, მარტო. ან ცენტრალური მცველი არ ყავს ერთი. ნაკრებში აქვს 2 გოლი. UNICEF-ის ელჩია. და ბოლოს 2022 წელს დაქორწინდა. ბოლოს. თუ მე მიწევს თუ რამეა, ხო? შენ გიწევს თუ რამე? აი, არ მომწონს ხო ვიცი და მე ვერ დაველოდე იმენა. არა, მაგრამ შენ შეგიძლია ააწყო ქიმია კატალონიური. პიკე მგონია. პიკეა, გონიგა პიკეა და ნაკრებში 2 გოლზე მეტი არ ექნება პიკეს? ერთი არა, პიკე გეტყვით. პირდაპირ გეუბნებით, პიკე არა, პიკეს ლიგაზე ბევრი აქვს. ნაკრებში კატეგორიას შეიძლება პიკე. რა იგი ტიპი არის ბევრგანაი, ბარსასთვის პირველი ის. ნაკრებში აქვს 2 გოლი, რომელიც მე გეტყვით, რომ ნაკრებში მისი 2 გოლი გინახავთ. ამის თქვა შემიძლია. დაგეხმარებით რა. 2 გოლი გინახავთ 22 დაქორწინა ბოლოს. კი. ვიღაც საინტერესო ჩანს რა. წინა ქორწინებებიდან მეც მინდოდა იმას დაულოდებოდი. ვაჟიშვილებს შეიძლება იცნობდეთ რა. მეც მინდოდა იმას დაულოდებოდი, მაგრამ რა მე მიწევს. 30 შვილებს შეიძლება იცნობდეთო, გაიგე? ერთ ვაჟიშვილს იცნობთ. პირადად? პირადად არა. პირზე კოცნით? პირადად არა. ბევრვაჟიშვილს ვიცნობ ისე, მაგრამ მაიც იმას თუ არა არის? მაგისას ბრავა მე მიწევს რა, არ უწევ, არ ვიდავდა მე. უმაგრეს ერთი ფეხბურთელი დარჩება, ხო, ლუკას ამას დასაყვანი მე მერე. რჩება მარტო ერთი და მაგრამ იყოს რა. გასაგებია ვიზეა ლაპარაკი. ამათ მე ჩემთვის მიგონია. საერთოდ არ არის გასაგები, მაგრამ ოკეი. მაგრამ ცენტრალურ ცოლად არ არის, ლილიანი მარჯვე ყოლება ალბათ. არა, ლილიან ტურამია და ცენტრში თამაშობდა ძალიან შეერთ. კი, მინდა. გინდა ხო ლილიან ტურამია, რატო არ მიგინდეს? ლუკამ გამოიცნო, რომ ეს იქნებოდა და ლილიანი. შესვავივით ჩემგაც გამოსწორებულს. ორბი. სვავი, ორბი. ნიკას ალბათ იმის ნიკა მის სიგულისხმა ალბათ რომ ჩვენ ვიცნობთ როგორც ფეხბურთელს და ტაფსონა მართლა იცნობს ლილიას. აეროპორტში შეხვდა იმის. აეროპორტში შეხვდა და სხვათა შორის იცი რა უთხრა რომ მარკუსო ხეფრენი და მგონი ჯერჯერობით ვერ ამართლებს ეგის. ჯერჯერობით ვერ ამართ. მე მგონია ვერ გამართლებს. ხო, ტაფსონა მითხრა ლილიან ტურამს რომ შენ ერთ შვილი მეორე ჯუბია. და 2 გოლი იმიტომ გავუსვი ხაზი რომ ნანახი გაქვთ რომ ერთ თამაში აქვს ხორვატიასთან გადალილი მეტი არაფერი არ აქვს. ტაფსონამ რა თქმა უნდა შეგვარცხინა არსად დასაყვანი კაცი. ეხლა ზედა თქვა ის საფრანგის თამაშობდა და ნიშიყო, მაგ დროს ხეთანი ეს ყველა მიცოდა და ჩაგრელიზმა იყო და როგორც შობლებს ხო იცი უფრო პატარა. მეგობრებო, შემოგთავაზეთ შემდეგ დაჩერულიც არა ნიშ რა. ცენტრალურ ნახევარმცველს. მისი პროფესიონალური კარიერა 17 წელი გაგრძელდა. აჰა. თავისი ქვეყნის წლის ფეხბურთელი 3-ჯერ გახდა. აჰა. და ნაკრებში აქვს 42 გოლი გატანილი. ვინ იყო ეს შემგდები? შენ ამდენი აქვს ფული. ცენტრალური არ შესრულება. არის ფულები თუ ახლა ვეგეტყვით. 165 ლუკა, 345 115 მაქვს მე არა? არა, 165 გაქვს. მარკესი ხო აიყვანე 30-ად. კი, მარკესი. 355 იმედა და 500 ანდრო. და რამდენი ფეხბურთელი ჩავე? შენ დაგშავკა 3, მახსოვს რომ მე 2 დაგჭა. მე დამრჩა 4 ფეხბურთელი. 4 და 5 დარჩა იმედას. 5 თუ 6? 5. 5 დარჩა იმედა. ხო. მოკლედ, გავიმეორებ. შემტევი ნახევარმცველი. მისი პროფესიონალური კარიერა 17 წელი გაგრძელდა, თავის ქვეყნის წლის საუკეთესო ფეხბურთელი 3-ჯერ გახდა და ნაკრებში 42 გოლი აქვს გატანილი. კარგი ფეხბურთელია, უეჭველია. რა ვინ შეიძლება 42 გოლი ნახევარმცველს რო გაქვს, ბევრია. ბევრია, კი. ძალიან ბევრია. ნაკრებში მით ვინ რაღაცაზე იუაჭეთ, ახლა სიგიჟე გახდა უკვე ეს თამაში. და ფული შეჩქარა, რა მე ვერ ფერსორი ვიზავდი. ჩემი 300 რაღაცა მილიონიდან მე ვიძახი 55 მილიონს. ბიჭო, კაი ფეხბურთელია. კაი ფეხბურთელი უეჭველი არის, მაგრამ მიყო არსნე და მე ვინც მიყვარდა შენ მოგეცია. ვინ მომეც? რობენი მას მივეცი და რონალდინიო შენ. სხვასთან სენტიმეტრები არ გამაჩნია. აკასთან გაგეჩნდა. აი რონალდინიოზე არ უნდა მევაჭრა. ახლა მე ავიყვანე. შეიძლება რომ დავატრიალოთ სუთავიდან და მეორე დუბლით გადავიღოთ და რონალდინიო წაიყვანე გინდა. ხო, იმიტომ რომ სუდგავარებაში აღვეცდი, ხო, მე ვეღარ ვაჭრ. არა, არ აღმოჩნდა რა შუაში. ისე გეწყინა. აუ, მაინც კამათში შემithრია. არ ვაპირებ. 60. რას მევაზრებოდა? 70. 75. ბევრი ფეხბურთელი მყავს საკიდე. ამდენი. ოღონ ვერსია არ მაქვს, იცი ვინ შეიძლება იყოს. შენ იცი ვინ არის? 42 გოლი ვის შეიძლება. 42 გოლს მივსევთ. აი მაგალითად შოთარველძეს აქვს 26 ჩვენთან. და საუკეთესო მატჩი 42 გოლი
ნახევარმცველი და ევროპული ნაკრებია მეორე ეშელონის წესით. მინარე. რამდენი? კაი 80 ერთი წუთი. აიყვანს. 80. 1, 2 და 3, ბალაკი 80 მილიონას ჩვენთან წავიდა. არ გიყვარს ბალაკი? ყველაფერი წააგო რა, რატომ უნდა მიყვარ, რად მინდა გუნჩი აი გრაფასებ ადამიან, ყველაფერი წააგო რა. ანუ იუდაზე მეტი ვერცხლია, აქ რაც. არა. ცე ბავშვობაში სამართლობა მიხალ ბალაკის. ყველას ბალაკის. მარჯვენა ვინგერი მეორე. ორი კონტინენტის კლუბებში აქვს გოლი გატანილი. voice coaching კურსი აქვს გავლილი და აქვს სტატუ სანსკრიტზე, თუმცა წარწერაში შეცდომაა დაშვებული. სანსკრიტზე რას ძველი ინდური დამწერლობა არის. ინჯოი უწერია ვაის მაგივრა და აიც ჩათვალე. ოკეი. რაც თბილისში საკმაოდ გავრცელებული ამბავია. შენ შეცდომით არ გეწერია იქ რაღაც? კარზე? მოკლედ, თუ რამე ანდრო შენთან მოდის ეს ფეხბურთელი. ბალაკი რატომ 1, 2 და 3 დევიდ ბექენი. არ არის ცუდი ხო? აი რამდენი თამაში დავიდა ახლა აღარც ვაჭრობა არის ყველა ისე წავიდა წამოვიდა რასადროდისე ვიფშელეთ კარგად ვიჭუკჭუკეთ კაი მოვატრიალე. ავა აი დაულიეთ შენთან რა ხდება? ლუის შვიგუ შეგიძლია 10 მილიონად, ან ეს ფეხბურთელი 50 მილიონად. პროფესიონალური კარიერა სამხრეთ ამერიკაში დაიწყო. ოკეი. IMDb-ზე არსებობს ტრივია მის შესახებ. და 5 შვილი ყავს. მარჯვენა გარემარბზეა საუბარი? ხო, მარჯვენა ნახევარმცველი, მარჯვენა გარემარბი რა. მარჯვენა ნახევარ. ეგ კლასიკური მარჯვენა გარემარბისა. ვინგერი არ არის დევიდ ბექემი. უბრალოდ მარჯვენა ნახევარმცველი იყო და ჩათვალეთ რომ ითამაშებს. აუ ითამაშებს მარჯვნივ და ცუდი გუნდი რა ერთადგება იქ ვერ მომეხმარეთ და ამაღებინეთ 5 შვილი ჰალკის გარდა ვიშელო. ბრაზილიელ? ან არგენტინოს სადაურია, ხო, სამხრეთ საფრთხე. ამერიკელია, მარჯვენა გარემარბი. ბიჭო, კარიერა დასრულდა. კარიერა დაიწყო სამხრეთ ამერიკაში. დიმარიამ დაასრულა კარიერა. დიმარია შეიძლება. არა ხო იმდოს ვიდეო ხო იმდრეს ნახეთ ხო არ დიმარია თამაშობს. დიმარია. არა, მე. სანაკრებო დაასრულა. და ბენფიკა და დიმარია წავიდა თამაშობს. თავისთან. თამაშობს იმაში თავის ბავშვობის გუნდში თამაშობს ნიუ იმაში არ. სანჩესი ნიუელსი არა და არა ნიუელს რა ქვია კაცო როსარიოელი. როსარიო როსარიო ცენტრალში იქნება. ბაში. როსარიო იმიტომ როსარიოელია დიმარია. აბა, როსარიოელი იყო როსარიო იმედ. ფიგუ 10 თუ ეს ფეხბურთელი 50. ფიგუ 1000 ნაჩუქარია ჩემიაზე ფიგუ 1000 მართლა ნაჩუქარია, მაგრამ ხალხს აქ შოუსთვის აი ჩემი ჯობია რომ იყოს მეორე, რომელიც შეიძლება იყოს ალექსის სანჩესი. და ნიკას ისეთი გაოცებული სახე აქვს რომ მაურო კამორანეზი 50 მილიონად მარჯვენა ნახევარმცველად თამაშობდა კამორანეზი. ალესიო ტაკინარდი საყრდენზე და მაურო კამორანეზი მარჯვნიდან ძალიან სახასიათო ფიგურა იყო. ისი რა გამიკვირდა? მაგრამ ფიგუ ჯობდა. ეს კი არ გამიკვირდა, იცი რა გამიკვირდა? ეხში ხო დაწერა ეკითხებოდა. რა იფიქრე რომ ფიგუს 10 მილიონად არ აირჩევდა? კი. მართლა? კი. რატომ? იმიტომ რომ დიდად არავის არ უყვარს ფიგუ. რამდენადაც აფასებენ როგორც ფეხბურთელს, აი მართლა სიყვარული რასაც ქვია, ფაქტობრივად არავის ვიცნობ, ვისაც ფიგუ უყვარს. კამორანეზი მირჩევია იმიტომ არავის უყვარს, რომ ბარსა რეალის ამბავში, ბარსას მიმარული ფეხბურთელი იყო. არა, გავიგე, მაგრამ მე კამორანეზი ფეხბურთელი იყო, მაგრამ კამორანეზი რანაირად აი მირჩევდნენ კამორანეზი ყავდეს გუნდში აი მაგას ამბობ, ვიხდი საბოლოოდ აი ფიგუზე მე მარტო ჩემი ბავშვობის მოგონებების გამო კამორანეზი თავი გადაიპარსა და რაღაც ძალიან მიყვარდა ფინალში როცა შეიძლება, თავი არ გადაუყვარს. თუ თავი გადაიპარს. მაგრამ გაწუზო არ გადაიპარსა ეს ერთ-ერთ გადასო გადაიპარს. მაგას არა შეიჭრა მახსოვს ფორვარდი მეგობრებო, ფორვარდ შემოგთავაზებთ. მიბოიდანზევე. კამორანეზი და კარგად მივდიოდი. ფორვარდ შემოგთავაზებთ, ესე იგი, სახელი გამომგონებლის საპატივცემულოდ დაარქვეს. რომელიღაც კლუბის საპატიო პრეზიდენტად აურჩევიათ და რემბრანტისთვის შეუდარებიათ. ნიკოლა მე ფორვარდი არ რემბრანტს ნიკოლა ტესლა გამახსენდა მაგრამ რემბრანტი შეედარებდნენ ნიდერლანდელს რა მეთაძე უშალოდ ისევ რასადროდის იყო და ვამბასტენი შეიძლება იყოს. ვამბასტენი მარკო გამოგონებელი ვინაა მარკო? მარკო პოლო გამოგონებელი მოგზაურიც იყო და გამოგონებელი. რა გამოიგო მარკო პოლო თუ საერთოდ მთელი რიგი არაფერი. მე რაც ვიცი არაფერი. თუმცა შეიძლება რამე გამო. მაგალითად, სუნელები რო ჩამოვიდა გზაში რამე შეიძლება დიდი შანსი იყო. შაკშუკა გამოიგო აჯიკა გამოიგო. დიდი შანსი. მარკო ობასე შევა რემბრანტის შეედარებინათ ნამდვილად, მაგრამ მარკო ვინ არის გამოგონებელი? რემბრანტი როგორ ხატავდა მართლა არ ვიცი რომ ის ნახატი. ბალეს ასე ნიდერლანდ ხატვაში შეედარეს თორე რა. ზმის ერთ-ერთი ესეც საკმარისია იმისთვის რომ მე ახლა 100 მილიონი გადავიხარ. გაგახსენა მარკო ვინმე ეს გამოგონებელი? კაი, რატო ჩავიციკლეთ ვამბასტენზე მარტო? რობინ ხუდი?
რობინ ჰუდი არ იქნება. ნიდერლანდელი მოდიში იცი როგორ აი მესამე ნიშება ცოტა გაბნევ და გეტყვით. ფლად რემბრანდტს კი არ შეადარეს. ერთხელ მასზე საუბრისას, მოკლედ ერთმა ადამიანმა თქვა ესეთი რამე რომ ვიღაც სხვა ფეხბურთელზე იყო საუბარი და ამ ფეხბურთელის შედარება ამასთანო ვინც თქვენ უნდა არჩიოთ ისეთი რაღაცა არის დაახლოებითო როლფ ჰარისი რო რემბრანდტ შეადარეთ. აჰა, ოკეი. ნუ 120 მილიონი. 120 მილიონი. მოიცა ის ბოლო ის დაკნინება გამოდის ხო? არა, ეს არისო რემბრანდტიო. და ის რემს ოკეი. მაგრამ ანუ ნიდერლანდელი უკვე აღარ გქონია, იმიტომ რომ ხო. არის გეტყოდა მაშინ. გვარით და ჟღერადობით ხო, არ მინდა რომ ნიდერლანდელზე. მიდი უაჭრე მე შენ. 130 თქვა ანდრომ. რაგინა შეროფული არ გაქვს მაგითო? არა, ფული მაქვს და ყიდი მყავს. კაც მე მივაყენე ტრავმა რონალდინიოს წამოყვანით ასე რომ არ ვეუჭრები და წაიყვანოს. მეგობრებო, გამომგონებელი, რომელიც სახელზე საუბარი იყო ედისონი, თომას ედისონი და მაგას ფლად კარგად ვერ თქვა და ედსონ არანტეს დონასიმენტო პელე. პელე არის ანდროსთან 130 მილიონად. კომონ რაგინა ხო დაბალანსდა რონალდინიოს საყვანიდან პელე პელე იბედესთან უნდა პელე ყოფილიყო. უნდა ყოფილიყო ჩემთან პელე იბედესთან უნდა და რონალდინიო ჩემ. და გავცვალ ხალხი არის რატო უნდა ყოფილიყო პელე. ისე პელე როიცეს პელე ოვერეიტი. მოყევი არა პელე ოვერეიტი. ეს მინდა კრუპლი დავესეს ალგენსაში ხდება ეგეთები ზოგადად პელე ოვერეიტი. შეხო იხუმრა. უღაც ტიპები არსებობენ, ვინც მაგას მართლა იფიქრებს. ანუ ხალხი იხუმრა ისე მაშინდელი ფეხბურთი შენ ელეს მაგ ის ვიდეო ნანახი, სადაც აწერია რომ თქვენი საყვარელი ფეხბურთელის ფინტი სანამ თქვენი საყვარელი ფეხბურთელი გააკეთებდა იმ ფინტს, ელეს ქონდა გაკეთებულიო და მართლა ბიჭო ფოფანას ის მოძრაობა გაკეთებული აქვს პელე. ყველაფერი გაკეთებული. არა, აქ ფოფანის. ყველაფერი გაკეთებული რატო იცი როგორც ერთი ლეგენდარული ქართველი მწვრთნელი იყო და გარინჩა რო დარბოდა უკვე ფინტი იყო მე ბაბუაჩების არ ვიცი ეს რა არგუმენტია, მაგრამ მაგრამ ჯერა ალბათ ბაბუაჩების რა. ხალხურად რომანტიკულად მოეწონა ეს. მაგაცმა თქვა რომ არსებობს ორი გოუთი, პელე და მესი. შეუძლებელია თქვენ რო გიყურებთ სიღარივე არ მიყვარდეს მეგობრებო და თუ შეიძლება შენ არ გინახავს ცენტრალური მცველი ვის არ ყავთ? მე არ მყავს ცენტრალური მცველი შენ არ ყავს. მე არა წურამი მყავს ოვერეიტ ხდება. ამიტომ გეტყვით ესეთ რამეს. ორივეს რა, რადგან ორივეს ჯერ კიდე ასარჩევი გაქვთ. ცალსაკი ხო? ორივე დარჩენილი მცველის არის მისტერი ბოქსი. მაგრამ გეტყვით ვის გთავაზობთ 5 მილიონად და მე მისანცოთ რა არის აქეთ. დიეგო გოდინია 5 მილიონად თუ გინდათ და დიეგო გოდინის შესაბამის ფეხბურთელი რა არის. ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელობამდე ერთი ნაბიჯი ორჯერ დააკლდა. ანუ ორჯერ გახდა, გავიდა მეორე ადგილზე ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელობაში და ერთხელ მესამეზე. ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანია და ევროპის ჩემპიონატის სიმბოლური გუნდის წევრიც ყოფილა. ან დიეგო გოდინი. ეხლა თქვენ რავი, აწიეთ 5 მილიონი. რავი, შენ. არა, ჯერ ხო, მე მიწევს, მაგრამ მე არ მინდა უბრალოდ. ვინ არის ჯონსტონსი? ახლა ის მინიშალა მითხარი. მოკლედ. საკუთარ ერთ-ერთ ჩემპიონატში სადაც თამაშობდა, მაგ ჩემპიონატში თამაშობდა ფაქტობრივად სულ. არ გეტყვი სულ თუ ფაქტობრივად რა არის სიმართლე, მაგრამ ამ ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელობამდე ორჯერ დააკლდა ერთი ნაბიჯი, ანუ ორჯერ გავიდა მეორეზე, წლის საუკეთესო ფეხბურთელობაში. ერთხელ მესამეზე. ევროპის ჩემპიონატის ის არის ვერცხლის მედალოსანია და იმ ევროპის ჩემპიონატზე სადაც ვერცხლი მოიგო სიმბოლურ გუნდში შევიდა. ბაბუ ეს ჩემს ბაგაცი ეძახდა დიეგო გოდინის სულს. ან დიეგო გოდინი 5 მილიონად რა. ვიცი სულს გავს რა ვიცი დიეგო გოდინი აი ესე ვიზუალურად. აღნაგობით. ხო, აღნაგობით სულს არ გავს. ან შენ თამაშობ ლუკა? არ მინდა. ან 5 მილიონად შენც არ გინდა? არცეთ არ გინდათ ხო? გოდინი არ გინდა? ერთად ვაფიქრე. არა, ეს ფეხბურთელი თუ გინდათ, თქვენ. ეს ფეხბურთელი ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანია. ფეხბურთელი აშკარად მაგარი არის ჩემი აზრით. ვერცხლის მე პროსტა რა ქვეყანა? არ ვიცი მგონია, მაგრამ ეს რაც რეზიუმე მომეწონა ძალიან. ამინ. რა რეზიუმე აქვს, მაგრამ ავიყვან. ძალიან მაგარი ფეხბურთელი. ავიყვან მაგას. გოდინს თუ 30 აი იმას ავიყვან, იმიტომ რომ და გოდინი მემრჩება. ეცინება იმ და საშინელება. არა, სულ მართლა ძალიან მაგარი ფეხბურთელი, მურთას ხურცილავა არის. ვა! მართლა ძალიან მაგარი ძალიან გამიხარდა მართლა, მურთას ხურცილავა. არის. ჯერ ვახსენო, აი ბაბუაჩებს ბოლოჯერ ვახსენე მაგაზე, რომ ხურცილავა გოუთ ქართული ფეხბურთელია. ძალიან გამიხარდა, რა გოდინი. ვინც მართლა ფეხბურთი იცის, უმეტესობა ამბობს, სამ კაცს ასახელებს, ვის ნათამაშს უნდა ხავს, ვინც არის უდიდესია. ბიჭო, ბურთი მიქონდა ფუნდამენტია, ხო, ის არის სამგები თამაშობ. ქართველი ჩემ გუნდში ვერ მოხდა პელე. დაღირდა მურთას ხურც ბატონი მურთაზი. 30. აუ ძალიან მინდა. და ანუ შენ რა გაქვს? რიო ფერდინანდი გაქვს 10 რამ რიო მილიონად. ფერდინანდი მურთას ან ხურცილავა. 30 მილიონად ეს ფეხბურთელი.
მამაშები ამბობდა ძმა მაგას რომ ფეხბურთელი ხავდა. დინამოში ჩავიდა ეს დათვი ვინ მომიყვანეთო ეგ იკითხეს რა დინამოშია და მე უცებ ადგენა ბურთა ერთად სხვადასხვა სოფლიო ჩემპიონატის მე-4 ადგილოსანიც არის 64 პორტუგალიასაც წაგეს. არა, ევროპას. 66 მართალია. საოცარი ფეხბურთელი იყო მართლა. ორჯერ თუ სწორად მახსოვს წელწომა ჯობა საუკეთესო ფეხბურთელობის, ანუ ძალიან მაგარი არა, თქო. საბჭოთა ჩემპიონატის მეორე საუკეთესო ფეხბურთელი პირველად და ორჯერ. მოგებინა ეხლა აყვანი ძველებიდან, ნუ ეხ ბეკენბაუერს არ მირჩევნია. ბეკენბაუერის მერე მართლა რა, მარკეს უეჭველი ჯობია, გოდინსა ჯობია, აი ვინც ვახსენეთ, ყველა ჯობია, ნუ ეხლა ნესტას ფეხბურთი უფრო მეტი მინახავს და მე ძალიან მევასწრე. არა, უცებ ფეხბურთი საერთოდ არ მინახავს, მაგრამ მე ხო იმ ლეგასი თვითონ მოვლენა, ხო? რო ვიზდებოდა თამაშო და ჩამისულ ხო და რო წარმოვიდგე, ხო ის ჩემთვის არის როგორ ფეხბურთი. იმედას მივცე საშუალება რომ აირჩიოს მეორე მოგზუ მწვრთნელი. ბეგერია. ესე იგი, იმედ 10 მილიონად რიო ფერდინანდი, ან 30 მილიონად ეს ფეხბურთელი. ძმა ფეხბურთელი ყავდა. ძმასთან ერთად უთამაშია ერთ კლუბში. და ძმას კრიმინალურ დაჯგუფებასთან პრობლემები ჰქონია. ხო ისა ერთად. არაფერი. ისევ ქართულზე ვფიქრობდი და მე ვიცი ზუსტად ვიცი. და ეგრეა საქმე რომ არ უნდა მითხრა აი, უეჭველი გაიყვანე, მაშინ გეტყვი რომ უეჭველი გაიყვანე. აი, უეჭველი. შენ ფერდინანდზე იფიქრებ რომ მანჩესტერია და რაღაცაო, მაგრამ ეს ტიპი არის ჩემი აზრით აი ბეკენბაუერის დონეზე არის დაახლოებით. მე მგონია ფრანკო ბარეზი, იმიტომ რომ ძმა ყავდა ინტერში თამაშობდა, ეგ ძმა კრიმინალურ დაჯგუფებას. ჩახუტება კაცი მახსოვს ეგ მე. შეიძლება ქონოდა რაღაც და კიდე რა მინიშნება იყო? ძმა ფეხბურთელი ყავდა, ძმასთან ერთად ერთ კლუბში უთამაშია და პრობლემები ჰქონდა. მე მილიტო მეგონა. და გაბრიელ და დიეგო ბარეზი მეგონა. მურთას ხურცილავას მე მარტო გოჩა და მანუჩარ მაჩაიზეებზე ვფიქრობდი, მაგრამ მაშინ ფერდინანდი აიყვარე რა ტრაიპს ძალიან დიდი იყო. 10 შოთი როგორ ფერდინანდი წყვება 30 მილიონად ეს. რომელი? ყველაზე მეტად მის წინამდე გაუჭირა თამაშა როლს. ძალიან ვიზი ამბობ? შოთი ყვებოდა იმ დღეს უყურებდი ზუსტად ვიდეოს. რომ ყველაზე მეტადო ფერდინანდის წინამდე გამიჭირდა. სინანულის დღეა? არ რას იზავდი? ბიჭო, მე მეხონა ბარეზი. რა თქმა უნდა იმას აღვარ. რავი, მაშინ მანჩესტერის ფანი რო იყო და შეხარ ფერდინანდს ავიყვანდი. ხო რავი, მეც ამ რამდენი ვარიანტი ფანი რო ვიყო, რიოს ავიჩოდე. ისე გავრისკავდი, იმიტომ რომ რავი. რიოს თავის თაობაში ბევრი ვერ ჯობდა, მაგრამ ხო და აი რამდენი სხვა ჯობდა. თაობებში ბევრი ჯობია. ბევრი ჯობდა. რამდენი ჯობდა. ანუ რიოს პრაიმი იყო, როცა ვიდიჩი ამოუდგა გვერდით. არა? კი. პირიქით ვიდიჩი შევავდი და მგონია რომ ვიდიჩი უფრო ანათებდა მან. იმედ მე ხარ. ანუ რიოს საუკეთესო ვერსია წილში ბიჭო, მაგრამ მე რომ მახსოვს ფერდინანდი ბავშვობაში. აი ვიდიჩამდე ზუსტად. ძალიან მაგრამ ვიდიჩამდე იყო რა. პირიქით ვიდიჩი. ნახე, მაგ დროს შეცდომები უფრო ჩანდა და რიოს შეცდომები მერე აღარ იყო. ნიკა რა, შენ უყურებ მაგას ფეხბურთს. ტოპიგამ ძალიან მაგარი არისო ფერდინანდი. ძალიან მაგარი იყო, ანუ ყველა ძვირი, სულ მაგიტომაც ძალიან მაგარი რიო იყო. ძალიან მაგარი მცველი იყო. პრაიმი ხო მაგ დროს ხონდა. პრაიმი არა, ძველი ისა საქმეა, ვიდიჩამდე, იმიტომ რომ ხვდები ხო. წარმატებაც რო გაქვს. მერე პრაიმად რა ჩავთვალო, აი, არ ვიცი ხო, რა. ხო, და აი, ვიდიჩმა მერე ტიტულებიც რომ გადაფარა მოდის, ხო, ტიპაჟურად და გარისკენ შოუ წავედით, დაუდგათ აი, შოუ, უარი უთხრათ რიო ფერდინანდს და ვნახოთ ვინ მოდის ჩვენთან. ფაბიო კანავარო 30 მილიონად. პაულო კანავარო იყო არმა გახსოვილი? შევკარეთ. და პაულო კანავარო იყო. რა გითხრა, ფაბიო კანავარო. ფაბიო. აურა არის ცარიელი. ორივე ნამყოფია თბილისში. ჩემი აზრით ოქროსბურთი არ უნდა მოეგო კანავაროს, მაგრამ ძალიან კარგი ცენტრალური მცველი იყო რა. ინესტა მალდინი კანავაროში მესამეზე ბუფონს უნდა მოეგო, აბა, მაქსელს. ბიჭო, აი პირველსაც შეეძლო, ბუფონსაც, აი აი, ზიდანსაც. ფორვარდი, ფორვარდი ეს დამაუზდა. ფორვარდი დასრულებული მქონდეს. მისტერი ბოქსი რატო არ გამოვიტანე შენთან, იმიტომ რომ პელე ხო აირჩე უკვე. ოკეი. მოკლედ 10 მილიონად გაბრიელ ბატისტუტა, ან 50 მილიონად გაბრიელ ბატისტუტა, ან 50 მილიონად ეს ფეხბურთელი. თავისი ქვეყნის სანაკრებო გოუთია. ოკეი. სამ გუნდში ჰქონია მინიმუმ ერთი ისეთი სეზონი, სადაც სეზონის ტოპსკორერი გახდა. ანუ იმ სეზონში ყველაზე მეტი გოლი გაიტანა თავისი კლუბისთვის. და ზოდიაქოთი თევზებია. ლევანდოვსკი. ალეონის არა კარიერა დასრულდა. ასე სტონგს გიგიჟები. მოკლედ, თავის ქვეყნის სანაკრებო გოუთად ითვლება რა, თავის ქვეყნის ნაკრებში. უეჭო უპირობო? თუ დავობს ხალხი, იმიტომ რომ ვიღაცეები დაობენ. ზლატან იბრაჰიმოვიჩი. ხო, ეგრე არ არის რა, ხო, ზლატანივით არ არის. ზლატანივით და ლევანდოვსკივით არ არის. არა. შეიძლება ვიღაცები დაობენ, მაგრამ ნუ გოუთი არის რა. ზლატანი რა, ჩემ აზრით გოუთი არის, ყველაფერი რო გავაერთიანოთ ნაკრებში, თამაშისთვის და ყველაფრისთვის გოუთი. ზლატანი არ არის, სადაც დაუშვათ, ვიღაცები დაობენ რა, ანუ პელე არ არის. ეგეთი, რომ აი ეს არის უეჭველი. შეიძლება დავა იყოს, აი ანრი თუ ზიდანი შეიძლება ეგეთი დავა. არა, მასეც არ მოიტანა ეგეთ close, აი ანრი და ზიდანის დონის არ მოიტანა. საფრანგეთში ძალიან ძნელია გოუთი თქვა. ვიღაცა პლატინის გეტყვის. მაგრამ ზღვაში გუნარ ნორდალი შვედეთში. საფრანგეთში ძალიან შეიძლება. იტალიაში ძალიან პატარა ქვეყანა რა თქმა უნდა. პატარა ქვეყანა იქნება შედარებით, რომელსაც კი ყოლია ვიღაცეები.
არა, ერთი წამი ბოდიში ბავშვობაში სათვალის ჩარჩო ავარჩიე ბატისტუტას როგორიც ეკეთა ერთ-ერთ პოსტერზე ეგეთ. მაშინ რა იყო? აბა კიდევ ერთ ხას გაუსწროს და რაც იცი სანაკრებო გოუთი არის საუბარი. მიხდით ნაკრებში გოუთი, თორე ვიღაც შეიძლება საკლუბო უკეთესი გოუთი. ნაკრებისთვის რაც იყო. ნუ ეგეთ რაც არ არსებობს უბრალოდ. ხო. მე გეუბნები რომ დამაშობდა და მაგიტო ნაკრებით გოლზე აფასებდა. შეიძლება იყო. ნაკრებით აფასებ. კლოზზე გერდ მიულერის არა, პარაში? რას გულისხმობ ამ ლუკა იცი? სანაკრებო გოუთი. ის კი არ არის რომ ეხა ხო არის რომ მაგალითისთვის რა, არ ვიცი გერმანელმა შეიძლება ნაკრებში თამაში კი არ უყუროს, რო თქვა რომ ამ ქვეყნის გოუთი არის ვიღაც ფეხბურთელი რომელსაც ნაკრებში შეიძლება არც აქვს. ბევრი რაღაც. ეხო იშვიათად ხდება მაგას. ხო, არა. თითქმის არ ხდება. ნუ მეტაკლებად ხდება, გააჩნია რა, ხანდახან აი რა გოლზე არა თქმა ანუ უნდა. მალდივი შეიძლება იტალიის ნაკრების გოუთი არ არის, მაგრამ ხო, მაგრამ მაგრამ უთამაშია ნაკრებში და ძალიან მაგარი. ზუსტად შემოსება. ვიღაცა ხო, შეიძლება რატო ითქვას, არა რომ როგორ მატერაცისო უფრო მეტია გაკეთებული ნაკრებში არ ნაკრების. მოუგიო. ბატისტუდა თუ ეს ფეხბურთელი? ბატისტ იკაიფერა შენ აძუთა ზუარი თქვი შოთა არველაძეს, ვერ გადავახვევთ ვერ. ვა, და რა მინისტრები იყო? 26-ვე გოლი რო გითხრა თავის ვისთან ნაკრების ან მაგიტომ ვამბობდი რომ ნაკრებისთვის გოუთი ალბათ შოთა არის ამ მომენტისთვის. ჯერ სადაც ვარ ხო, იმიტომ რომ აბავი, იმედი მაქვს ხო? რომ ხვიჩა და სხვაების ჩაანაცვლებენ, იმიტომ რომ რა და ვიცი. ეფიანთან უთამაშია და მუზაზღურციო, ბატონი მუზაზღურციოს. იმიტომ რომ საკლუბო დონეზე არიან სხვა ფეხბურთელები, ნაკრებში არ რომელსაც უთამაშიათ. საკლუბო დონეზე ვიღაცებს უკეთეს ფეხბურთი უთამაშია. იმიტომ რომ ნიდერლანდები იყო ტოპ 6 და არა ტოპ 5. ხო, ნუ ალბათ თვითონშოთიც ხდება და უნდა რომ მალე კვარამ გადაუსწრო. გადაგვარდება. ხო, მაგრამ ამ მომენტში ვერ ვიტყვი პარაზე გოუთი არის ალბათ, იმიტომ რომ ძალიან არის არ არის, ძალიან ცოტა ხანია გასული, არ ვიცი. შეიძლება უკვე მაინც ხო, მიწოვანია, ძალიან ცოტა ბოლოში არის რა. გასვლა ხო, გოუთი. მე მართლა არ მიყვარს 29 კარიერა ბიჭზე. როაც დასრულებული ტიპს, უნდა ეგეთი მივიდეს. რომ აი ჟოა გარსია ვალდეზე რაც ხო, მოგები რა. თორე ამ იმით რა თქმა უნდა, ამ დინამიკით ამ დინამიკით კი არა, მამეთ ევროპის კვარას ჩემპიონატზე ფორმაციის რა თამაშები და ნაკრებმა რა გოლების გოლები იგივეა აკეთა. უკვე თითქმის. კი, კი, კი. მამეთ კი, მაგრამ sorry shot კი, მაგრამ ჩემთვის უნდა კვარა მიხვიდე. არის გოუთი, მაგრამ უნდა მიხვიდე უბრალოდ რა ხო, რა უნდა დაასრულოს კარიერა, რომ ის თქვა. შეიძლება კარიერას არ შეიძლება დაასრულოს, კიდე დღესო რა. დაამთავროს კვარა, დღესო. კვარა იქნება გოუთი? ბიჭო, არ მინდა ეგეთი რაღაცის თქვა, შოთი ძალიან მიყვარდა. გაშუაში არ იწიო გამზრდობითობა გჭირდება. მაგას ვამბობ, გამზრდობითობა ეგ არაფერს არ ნიშნავს, რომ აი 5 წელი გაგაქვს. ჩემთვის მეკითხები? აი ცადე რომ ო, ობიექტური დანები, განზოგადებული. კვარა არის სტანდარტებს. გოუთი რა, ჩემი აზრით, კვარა არის გოუთი. აი, შოთის თვითონ შოთი მაციც ეს. ჩემი აზრით. არა გაგრძდობითობა ნიშნავს. 20 ნახე მაგრამ ამის თქმა უხერხულია, სანამ კარიერას არ დაასრულებს. არა, კარიერას დასრულა მე პირდაპირ მგონია რომ კიდე რამდენიმე წელი უნდა გავიდეს უბრალოდ. ანუ ძალიან კი, ყველაფერს მიაღწია მართლა რაც უეჭველა საუკეთესო გასაწევია, გვაქვს, უბრალოდ გამოდის რომ 3 წელი არის, ხო? ხო. 3 წელი ხუთი. არის. 2022-დან არ უნდა დავთვალოთ? რატო? არა, სიდანე მანამდე დაკარგული. შეგილია. 20-ში იყო ხვიჩა კი, ნაკრებში. კი, კოვიდის მაკედონია, მაკედონიასთან უბრალოდ კოვიდის ის გამო, ის უბრალოდ კოვიდის იდეა. მაშინ ლიდერი, მაშინაც კი ის იყო რომ ლიდერი, კვარა არ ლიდერი, არის. არა, ჩაკვესთან ასოცირდებოდა. ნუ ეხლა ლიდერი მაშინ არა. კაროჩე, მაგრამ ბიჭო ლიდერში გულისხმობ იმას რომ კვარას არ ყოფ და ყველაზე მეტად გამიტყვლებ. ბოდა. ეგ ნიუს რო წავიკითხე მთელ ნაკრებსაც არა, მაგ უბრალოდ აგერ ხოს თავშრომები ვიყავით. ის გუნდი უბრალოდ უფრო ჩაკვესთან ასოცირდება პირველი, არა? მაგნუს ტრავა ერთა ლიგიდან დაწყობ კი, ოღონდ. ნახე, ერთა ლიგას გულისხმობ, მაკედონიასთან რომ წავაგეთ, მაქსერიას გულისხმობ. მაკედონიასთან რო წავაგეთ მაგილას. რაღაცის თქმა უნდა. ხო და ბოლოში უკვე კვარაც გამოჩენილი იყო. ეგ რა მაშინ კი პერიოდში არის 5 წელი. უკვე გამოჩენილია. ჩემი აზრით ამ მომენტისთვის მაინც შოთი არის გოუთი იმის გამო მხოლოდ რომ იმ წლებში როდესაც საქართველოს ნაკრებისგან მე პერსონალურად ველოდი შედეგებს ძალიან ცოტა ადამიანი იყო მოედანზე ისეთი ვინც ფეხბურთს თამაშობდა და შოთი იყო ერთ-ერთი გამორჩეული და ყველა ხვდებოდა ძალიან ბევრი ლანძვაგინება მართლა და სტოინა, ხო, ხვიჩა ვერ წარმოვიდგენ და არ წარმოვიდგენ არ მინდა წარმოვიდგინო ისეთი მისი კარიერის გაგრძელება სადაც ის რომ კარიერა რჩება გოუთი არ არის ხო, აი კარგად შეაჯამა ჩვენმა ბატონმა. ვერ წარმოვიდგენ მართლა ეგეთ იმას რა ანჯერა რომ ან ხვიჩა გახდება ეგეთი ადამიანი ან რაღაც მოხდება რომ გოუთი არის რასაც რა რომ სადღეგრძელოები არ გიყვარს და ამ კურსს ხარ. ასე ცოტა მიგეთოვებული შეიძლება ამას მეუბნება მეგობრებო ინდოეთის სახელით კი. შეიძლება საგავად გიტარას ვოლტის HR-ის ჰედი შემოთავაზება. აი რაღაც უცნაური შეიძლება მე ცოტა მიგერძოვებული ვარ, იმიტომ რომ კვარას პრაიმს დაემთხვა ჩემი ისეთი ასაკი, როცა მე ყოველ წამს უყურებდი ფეხბურთს და თან მე მიმყავდა რაღაცები და სხვანაირად მიყვარს და შოთის გიჟდები კაცო რომ დაამთავრა კარიერა. არა შენ მართალი ხარ იმაში რომ შოთის ახლა რო გითხო სამჯერ და შოთის ახლა რო გითხო კვარას გეტყვი კი თვითონ აუცილებლად. იმიტომ რომ თუ რამე წარმატება აქვს ამ ნაკრებს ადეკვატური რომელიც ის კი არ არის რაღაცაში რომ წარმატებას ვეძებდით არა უირა მაგარია იმას რომ მოუგეთ ლატვიას
თან იმას რაღაც მეორე ხარისხოვან გუნდ შედარებით. მაგას- არამედ ის რომ ევროპაზე შოთი ვითამაშე რომ თავობაში ყოფილიყო ყველაზე გვიხარდება. ფორმული რა არ მოხდა, მაგაზე ულაპარაკია რასაც კიდეც. ვფიქრობ, რომ გოლებში გადამასწრონო. მაგას ზუსტად არ მოსწ ფორმულება, მაგას ულაპარაკია, რომ მიქაუტაზე გვარამ გადამასწრონო გოლებში ანუ. და ეს იმედია 2026-ში მოხდება და მოხდება სექტემბრიდან წესით ვერც ფაქნას. ერთა ლიგაზე. ამინ. გაჭირდება, მაგრამ არის შანსი. იზავს, სადღაც იზავს, ერთა ლიგა იქნება თუ რა იქნება. ჟორჟია უფრო წინ, ყვარა ერთით ჩამორჩება. ორივემ უნდა გადაასწროს. შემოთავაზება მაქვს. არ შანსი არ არის რომ შოთი მოგცე და ის. იმიტომ რომ შენ თვითონ აირჩიე. აუ, და ეხა- თან ყველაფერი იყო რა, აი ხო, ქართველი ეგ გინდა ხაბაში და რონალდინიო მე მომეცი. არა, მე იმას პელეს მოგცევდა. ყველა ამიყოლეთ. არა და გადავდივართ მარცხენა მცველზე. თაშოთის არ იწყინა ნუ გეშინია. არა, ინტერვიუს კაცი. კარლოსი ვისყავს. შოთი მიეცი რა იქ. კარლოსი ვისყავს. იმედას. ანუ შემდეგი მცველი. ჩემპიონთა ლიგის მედალოსანი, ანდროსთან მიდის ეს თუ რამეა. მამამისი ბარბადოსიდანაა და ნაკრებში გოლი არასდროს გაუტანია. შედა მოდის. რატო მოდი შენ? შავუქნა იმედა მიყიდა, მაგრამ არ ვიცი ბარბადოს. არ ვიცი ვიდა. ვიფიქრებ მოდი, აბა. ბარბადოსი. ფილში დაგეხმარებ. მამამისია ბარბადოსიდან. გავიგე, გავიგე. რიანაც ხო ბარბადოსი და. ჩემპიონთა ლიგის მე უბრალოდ მედალოსანი. ვიცი რომ ჩეზარე მალდიდი არ არის ბარბადოსიდან. სუსტად ეგ ვიცი რა. და შენი ინფორმაცია აქვს. ძაგაი. იმიტომ რომ ბოლოს იმედა მაირჩია. შავუქნა მესეგერ შეხვდება მარკეს. ეგზეს როდის გავაუხდოთ? და რა მოხდებოდა ეხა? რა მოხდებოდა? ხო, ვიცი ნაკლებს შეესთავაზებს. აუტის მალდენი. რატო ყავ არ მალდინი მოყოლილია. ანუ იმასთან. შეუძლებელი. გონიათ რომ მარცხენა მცველად ყავს მალდინი? ხო რა. აბა ცენტრალურად აღარ გაჩნდა. მაშინ იმედას. ამე არ ყავს მალდი. ბარბადოსი და ჭირი ხო? აი და ვიფიქროთ ვინ ამას ბარბადოს. წავი. ბარბადოს რომლის კოლონია? ვერ ვიხსენებ. კაი, ეცამი 3 მინუტში. არავის არ არის. იყო. ეს. იყო. კაი, თუ არ შეგატეხებ ერთხელაც მოყევი შენ ბარბადოსი მინიშნებები. საფრანგეთის იყო? ეს ვერ ვიხსენებ თუ ბარბადოს. სწორად მახსოვს, დიდი ბრიტანეთის იყო. თუ სწორად მახსოვს. ანუ ინგლისელი მარცხენა მცველი ეშლი კოული შეხვდა? არ ვიცი. ეშლი კოული შეხვდა და გოუთ პრემიერ ლიგის. ეშლი კოული შენთან. ყველაზე მეტი FA თასი. და მე შეხვდება ხო იცი? მალდინი. არა, არ შეხვდება მალდინიში. მიდი, რა მალდინი მარცხენა მცველა. აბა რა არის? შუაში მოვიყვანდი, ბიჭო, უფრო შუაში იყო უკეთესი. მოიყვანე? ო, მარა უფრო. არა, ნახავთ. ესე იგი, მოიყვანდა. შენ გაქვს ჯანლუკა ძამბროტა 5 მილიონად, ან ეს ფეხბურთელი. ეს ფეხბურთელი. პოეტურად თამაშობდა 30 მილიონად. ოსკარი, ოქროს გლობუსი და კანის კინოფესტივალი აქვს მოგებული და ალქიმიკოსი იყო. არ არის. პაოლო. ბაჩა, კოელიოს. კოელიო, სორენტინო და მესამე ვინგერი. რა კარგი მალდინი ყავს ხო? კი, კი. მალდინი ყავს. რა თქმა უნდა, მარცხენა მცველად მოვიყვანდი მალდინის აბერას ვიზავ. რა კარგი არის, რომ იქ ვიცი რომ ჩეზარე მალდინი ბარბადოსელი არის, ხო? 150 მილიონი გადავიხადე რობერტო კარლოსში და მაინც უკმავა. კაი, პრემიერ ლიგის გოუთი შეხვდა. არა, კაია. ძა რომას. უბრალოდ მე შეხვდა აი პოზიციაში. ლუკა, შენ დაამთავრე ხო ამგო? მე დავამთავრე. ანუ დაგჭა ორი ნახევარმცველი მეგობრებო. დაცვაში მყავს მურთას ხუთი და მალტი. პირველი გთავაზობთ, მოკლედ. ვერონი 5 მილიონად ან ეს ფეხბურთელი. გეტყვით ორივეზე მე ივაჭრებთ რა. საქართველოში უთამაშია. 4 მსოფლიოზე უთამაშია და მის კამეოებს კომიქსის სერიაში შეხვდებით. რომელი პოზიციაა? შემტევი ნახევარმცველი რა. ეგ ფეხბურთელი. ეგ ფეხბურთელი. არ ვიფიქროთ უბრალოდ? თუ იცი ვინაა შენ? ეგ ფეხბურთელი. შენი ბოლო არის ხო ეს? ხო. იცი ვინ არის? თუ რამე სულ თლიან ფულსაც გადაიხდო 290. არ გითხრა ვინ არის? არ გეუნდა. შენ ანდრო, იცი ვინ არის? არა და წავ. ვიფიქროთ მოდი აბა. რატო არ იცი ამ ფრანგი ან იტალიელი? რატო მე საქართველოში? შავიღაც გონია და მე არ მინდა რომ მურვაკრუსავით გამიწევს. კაი. ამიტომაც არ ვცავ. კომიქსებში საქართველოში უთამაშია კიდევ ოკეი, ერთხელ. მოიცა? 4 მსოფლიოზე უთამაშია. ბევრია. ხო სწორად მახსოვს 4 მსოფლიოზე იყო. 18, 14, 10, არა, 2, 6. ჰა? 10, 14. და გამოვაგდეს. სწორი ხარ. არა, გამოვიდა. He's a goat. ანუ ტიპმა იმდენი მოახერხა რომ გუნდში ყავს პელესთან ერთად მარადონა. He's a goat. ვიცი რომ კლასიკური გაგები ჩემტევი ნახევარმცველი არა, უბრალოდ 10 ნომერი აყავდა და აქ არის ისა მარადონა. უბრალოდ არ ვიფიქრებ. გახსოვს, მარადოს არ რომ დაველოდებოდი მე, თორე ხო. თორე დაველოდებოდი როგორც დაველოდებოდი მალდინს, აუცილებლად. რა თქმა უნდა. და შენ აი, დაგჭა არ ვიფიქრე რომ მარადონა შენ პოზიციაზე მოვიდა. შენ ვინ დაგჭა? იმედ. JJ ოკოჩა 5 მილიონად. JJ არა, თუ ფეხბურთელი მართლა. მისი სახელი ნიშნავს რწმენის მადლს.
ერთზე მეტი წითელი ბარათი აქვს კარიერაში მიღებული და არის სიაში, სადაც სულ 9 ადამიანი არის. ეგ ტიპი აიყვანეთ ხო რა. და JJ ოქიჩა მაგარი იყო ბოლტონის ვერსია განსაკუთრებით, მაგრამ გილოცა ვიმედ. ზინედი ზიდანი. ვიცოდი ზიზუს იქნება და მაგით. ზიდანი ჩავთვალოთ რომ დახარჯე ხო რა 30 მილიონი რამე შუა. რამდენი ფული დარჩა თვითონ. მარადონა ძნელი ის არის. მარადონას ვიეირა და გუნდები მითხარით ხო ეხლა როგორ მეთქვა მე არადონა იქნება ბიჭებოდ ხო ეხლა. როდ 4-3-3-ში ვერ წარმოვიდგინე. ხო არც არის წარმოსადგენი 4-3-3. ჯიჯი მართალი ხარ. მალდინი მურთას ხურცელავა, მარკესი და ლამი. ბუსკეტსი, ინიესტა, ლამპარდი. ბუსკეტსი, ინიესტა, ლამპარდი. რობენი, რიბერი, დავიდ ვია. რობენი, დავიდ ვია. ხო. კი ბატონო. იმედ საშინელი გუნდი მყავს და თან ერთი კაცი მაკლია. წურამის გარდა ჩემი მეორე შუამცველი ვინ იყო? ციურამი. კანავარო. კანავარო. საშინელი გუნდი რა წურამი არ არის წურამი. საშინელი გუნდი აქ როგორ უნდა გამოვხდე არ ვიცი, მაგრამ მაინც მითხარი, აბა რა ყავს. ტურამში იჩი არის ფსოში. კარში დიდა, კი ბატონო. მარცხენა მცველი რობერტო სოფლიო ჩემპიონატი აქ დიდას მოგებული. სკამზე იჯდა, მაგრამ მოიგო. მარკოსი როცა იდგა კი, ჩემპიონთა ლიგა აქვს მოგებული, კაი, სხვა თუ არაფერი. დიდას. თქო, ორი. ხო. კაი, კარლოსი, კანავარო, წურამი, ვილისანიოლი სენტიმენტებზე და ბოლომდე სენტიმენტებზეც არ ეწყობა ეს გუნდი, ყველასი ეგ არის. პატრიკ ვიეირა, მიხაილ ბალაკი, ზინედინ ზიდანი, რონალდინიო, ბატისტუტა და კამორანეზე. ხო, ხო. გუნდი არის. გუნდი არის. 11 კაცი. ანდრავა შენ გუნდი მითხარი რა არის. ელიგა მარადონა. ხო გითხარი მაგას. ელიგას მოვიგებდი მიჯრით. თელი ცხოვრება რაც არ გაუმართლა მისტერი ბოქსებში, ყველაფერი ახლა მოიღო ტელმა. ანუ მაგიტო იყო ის. ჩემი გუნდი ასე. კი, აი მაგრამ ნახეთ რა გუნდი ყავს პროსტა. კარში პიოტრ ჩეხი. მარჯვენა მცველად კაფუ. ცენტრალურ მცველებად ბეკენბაუერი და ნესტა. მარცხენა მცველად ეშლი კოული. ბაკელელე, მარადონა, კაკა, ბექემი, აზარი და პელე. ანუ ვინც ოდნავ ცუდია, ანუ ეხა აზარი ალბათ ამათთან შედარებით ცუდია, ხო? ყველაზე მაგრამ ელასება და მაგის გამო უყურებდი პრემიერ ლიგას იმ წლებში და ბექემი ასევე ძალიან მევასება. ნუ ეხა შვილთან რა მართლა არ ვიცი და არაფერი ოჯახური დრამა. ხო, რაღაცა ოჯახური დრამა, მე ოჯახური დრამებში არ ვერები. ბექემი ძალიან მევასება. გიჟის ოჯახური დრამაში ხო ერევ. ხო, ეშლი კოული არის, რა ვიცი. პრემიერ ლიგის ისტორიის საუკეთესო მარცხენა მცველი. ძალიან კაი, მაგრამ პელი და მარადონა კაი. ლუკას გუნდი. ელე მარად ბეკენბაუერი პირველი, მეორე და ჩემი 11-ეულით ელიგას 4-5 სეზონი მოვიგებ. მე-6-ში გამიჭირდა. რონალდინიო იმიტომ არ წამაყვანა ღმერთმა. პელეს და მარადონას მიბზადა. პელისა და ფორვარდად ხო? კაი, ბეკენბაუერი, პელე და მარადონა. ლიგაზე შევა. ლიგაზე გავა. ძალიან დამწყდა გული და მართლა მარადონა უნდა ამოსყოდა რომ ეგ დამწყდა. მარადონა მოვიდა. ვიზე დაწყდა გული ისე? მალდინიზე, რონალდინეზე და რობენზე. მაგრამ მე მარადონას უბრალოდ ანტაქტიაში წარმოვედგინე, მარადონა ჩემი საყვარელი ფეხბურთელი დაველოდებოდი ბოლო წამამდე. ამორანეზის და ბალაკის. პელე როგორც კი გაიყვა, იმაზე ვფიქრობდი. ელე როგორც კი ამოვიდა იმაზე ვფიქრობდი რომ მარადონაც ამოვარ თქო და მაგით მე მარადონა უფრო მიყვარს თქო, მაგრამ მე მარადონა